თუ ეს კრიზისი არ არის, ეს ისტერიკა რას ეწერება? ქართული ოცნება ჩემი შეფასებით არის ძალიან დიდ კომფორტში. იმ ხალხს ვეზისხებით, მე მინახავს ეგ ჩემი თვალში. საჭმელში ჩაგიფურთხებ და სუფრაზე მოგივარდები. მე არ მჭირდება ლაშა ბექაური, ან თუნდაც მერაბ დვალიშვილი ჩემ გვერდით. თუ არ ხართ საჭირო, დაგიჭერთ ყველას. მასე წინდანზე მეც და მე თანხმა, მაგრამ დამიდო ბურთი. აბა. კარგად მივდივარ ზაზა. არ შეწყალება ვერ მოხდება ზაზა. შეწყალება მოხდება, როცა ბოლომდე არანაირი პროტესტი რო აღარ იქნება. მე ჩემი დასაცავი გახდები. გესმის რაშია საქმე? არ გესმის. შვიდობა რო არის და რო არის ხოცებით ყველა. თემურ ჭყონიამ თუ უნდა უთხრას იმას მაკდონალდსის თანამშრომელს გაიფიცეო, ეგ არ არის გაფიცვა. ხალხი მარიამ ლაშს აღარ აგინებს. მე რა როგორ ცხოვრობთ ეს ყველა ადამიანი. ვაპროტესტებ უსამართლობას, ჩაგვრას, უთანასწორობას და იმ ტოტალურ კონტროლს, რაც სახელმწიფოს ამ შემთხვევაში ქართული ოცნების სახით აქვს თითოეულ მოქალაქეზე განურჩევლად მისი პოლიტიკური ინტერესებისა თუ გემოვნების. ეს პროტესტი, როცა დაიწყო, თავიდანვე დაიწყო არასწორი დაშვებით, რომ ქართულ ოცნებას არ დაუჭირა მხარი უმრავლესობამ მოსახლეობის, არამედ ტოტალურად გააყალბეს არჩევნები, ისინი წარმოადგენენ რაღაც უმცირესობას ქვეყანაში და შესაბამისად მათი დამარცხება გაყალბების გამო ქუჩის გზით არის შესაძლებელი, იმიტომ რომ ისინი არ წარმოადგენენ ასე ვთქვათ მოსახლეობის უმრავლესობას. ჩემი პოზიცია თავიდანვე ეს იყო, მას გაყალბება არ მომხდარა. და მეორე უკვე შემდეგ, როდესაც გადავიდეს პროტესტი ყობახიძის განცხადების შემდეგ უფრო ესე წვავე ფაზაში, თავიდანვე კრიტიკულად ვიყავი განწყობილი მეთოდების მიმართ, რაც რისი გამოყენებაც ხდებოდა, იქნებოდა ეს ფოიერვერკების სროლა და ამ შემდეგ როგორც წარიმართა პროტესტები და ანუ არა მხოლოდ ასე ვთქვათ ფიზიკური ძალადობა, არამედ ზოგადად ბულინგი ადამიანების მის განსხვავებულ რაღაცებს ამბობდა და მოკლედ ძალიანობაში თავიდანვე ამ პროტესტის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი მიუხედავად იმისა, რომ ოცნების მხარდამჭერი ან გულშემატკივარი ნამდვილად არც ახლა ვარ და არც ყოფილვარ ეს. ჩემთვის ერთადერთი მომავალი ამ პროტესტის და მგონია რომ იქამდე იქნება ეს პროტესტი, შეიძლება რაღაცა ქუჩაში იდგეს ორი ადამიანი, ან ერთი, ან რა ვიცი, მხოლოდ პოლიტპატიმრების ოჯახები. მაგრამ ეს ხო ვერსად ვერ წავა. ხო შეუძლებელია იმის ფიქრი, რომ 28 ნოემბრამდე რამდენი მხარდამჭერი წავდა ქართულ ოცნებას, იმაზე მეტი ყავს ახლა ან იმდენი ყავს. ხო ფაქტია, რომ პროტესტი იზრდება და რაოდენობა იმ ხალხის, ვინც მოწინააღმდეგეა უკვე ამ მმართველობის იზრდება. და პროტესტის მომავალი არის ის, რომ რასთანაც პროტესტში ვართ, რასთანაც წინააღმდეგობაში ვართ, ის დასრულდება. ყველაზე სუსტი წერტილი მგონია მიდრეკილება თვით მარგინალიზაციისკენ და ის ფორმა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც არა მხოლოდ აკრიტიკებს პროტესტს, არამედ საკმარისად სოლიდარული არაა, მათ მიმართ აგრესიული დამოკიდებულება იქნება ეს სპორტსმენები, მსახიობები, უბრალოდ ვინც განსხვავებულას ამბობს თუ ასე შემდეგ, იმიტომ რომ ნებისმიერი აქტივიზმის მიზანია გადმობირება იმ ადამიანების, ვინც არც შენკენ არის ბოლომდე და არც მოწინააღმდეგე მხარეს, მაგათ გადმობირებაზე მუშაობა და ეს პროტესტი თავიდანვე მიმართული იყო არა გადმობირებაზე, არამედ გარიყვაზე ადამიანების. შესაბამისად ეს გონია მიზეზი, რის გამოც ნელ-ნელა ამ პროტესტმა ძალა და მუხტი დაკარგა. დღეს ვხვდები ზაზა დობროჭკინიძეს. ზაზას ჯერ ეს შორიდან ვიცნობდი აი სოციალური ქსელებიდან. და მე რამდენჯერმე პირადადად შევხვედრივართ რაღაც საერთო სამეგობრო წრეებიდან გამომდინარე, თუმცა მაგ შეხვედრებამდე მეც გამილანძღავს საჯაროდ ზაზა და ზაზასაც გავულანძღივარ მე, გულისხმობს პოსტებით გალანძღვას, მე უფრო დამიცინია, მან უფრო გამლანძღა. ზაზაზე წარმოდგენა მაქვს, რომ ბევრ რამეს რასაც ამბობს, ეგრე არ ფიქრობს, მგონია რომ უბრალოდ აი ბავშვი რო გაბრაზდება ხო იცით და საჯიუტად რო რაღაცას გააკეთებს და ეგ უთქვამს კიდე რაღაც ჩემი ის შეფასება არ არის მხოლოდ რომ რაღაცაც უფრო მიაწვევია მე უფრო და უფრო ეს ხდება და რეალურად მგონია რომ მეტი აქვს სათქმელი და ბევრად მეტ რამეს შეიძლება რომ თანხმდებოდეთ უბრალოდ არ ჩანდეს ეგ რა. დისკუსია, დებატი მექნება ვენერო მელუასთან, რომელსაც ვიცნობ დიდი ხანია როგორც სოციალური ქსელები და როგორც
ფემინისტ აქტივისტს და ასევე როგორც სტენდაპერს აქ ამპლუაშიც მის რამდენიმე სტენდაპზე ნაყოფი ვარ. კარგი იუმორის გზნობა აქვს და შესაბამისად მოლოდინი მაქვს, რომ საინტერესო და კონსტრუქციული დისკუსია იქნება. მონაწილეებს ურიგდებათ 16 ბარათი. თითო ბარათში თითო თემაა მოცემული. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეები რომელიმე საკითხზე თანხმდებიან, სიმბოლურად ერთმანეთს ყვითელ ან თეთრ ბურთს გადასცემენ. ჯეირანი წავიდა. 1 2 3 ჯეირანი. მე ვიწყებ. ეს უკვე კარგია. დამიდე ის ბურთი აქ. მოდი ავიღოთ ეს. მუნიციპალური არჩევნები. აქ მე როგორც ვიცი, საკმაოდ სხვა პოზიციებზე ვართ, ხო? და ამ ყველას დაჭერა არ იმოქმედა შენ პოზიციაზე? არა, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ბევრი ალტერნატივაც არ აქვს ოპოზიციას, ანუ მე არ გონია რომ ეს მუნიციპალური არჩევნები, რასაც ეს ლელო და ეგენი ამბობენ, რომ აი თბილისი წაგულიჭოდა რაღაც სისულელეები, უბრალოდ ხედავ ერთადერთ გზად, რომ გადარჩნენ ეს პარტიები და საბოლოოდ არ მოისპონ. არ გამორიცხავ, რომ თქვა თუ პოლიტიკური ლიდერები იქნებიან ციხეში და ამის ფონზე არ ჩამოიშალა ეს პარტიები და მიიღეს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და იმ პირობით, რომ აი ჩვენ ლიდერები დაკავებულია და ეს პირიქით რაღაცნაირად გაყიდონ აუდიტორიაზე, რომ აი რეპრესიების ხერპლი ვარ და ამას გასაგებია. ამ რეალობაში იმის თქმა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა პოლიტიკური საქმიანობა ან ცხოვრება, ან პოლიტიკური პროცესი აცოცხლონ, მე მგონია, რომ ან გულუბრყვილობა, ან უბრალოდ იმის დასრულების სურვილი, რაც არ მოსწონთ პროტესტის მოწინააღმდეგებს, იმიტომ რომ ჩემთვის გასაგები რაც არის, ერთადერთი ცხადი რაც არის, ეს არჩევნები არ დამთავრდება ნორმალიზების გარეშე ქართული ოცნების. ქართული ოცნების ნორმალიზება ნიშნავს, რომ ის რაც პოლიტიკურ პარტიებს არ დაუწყიათ, მე ეს მაბრაზებს ყველაზე მეტად, ეს პროტესტი, ეს კრიზისი პოლიტიკურ პარტიებს არ დაუწყიათ, ქართული ოცნების გარდა არც ერთს, ესე ვიტყვი, ქართულ ოცნებასთან მადლიერობ მხოლოდ ამისთვის და ისინი არაფრით გამორჩეულად ხელშემწყობები ამ კრიზისის არ ყოფილან და ეხლა მათ ხელში არ უნდა აღმოჩნდეს იარაღი და ძალაუფლება, რომელიც ხალხის დაწყებულ რაღაცას დაამთავრებს. უსამართლოა ეს ჩემი აზრით. ამ რეალობაში უბრალოდ პარაზიტობაა ჩემთვის იმ კრიზისზე, ხალხის მიერ შექმნილ იმ კრიზისზე, რომელიც ამ წუთას ვიღაცისთვის მოსაწონად, ვიღაცისთვის არ მოსაწონად და მაგაზეც ვილაპარაკებთ ალბათ. კრიზისი რაში მდგომარეობს, ესაა ჩემი კითხვა, იმიტომ რომ კრიზისი იყო იანვარში. დაპირისპირება იყო, ამბუხი იყო, ანუ ისეთი სურათი იყო, რომ რაღაც არ იყო გამორიცხული, რომ მართლა ჩამოშლილი იყო ხელისუფლება. ანუ შენ არ გგონია, რომ ეხლა პოლიტიკურ კრიზისშია ქართული ოცნება? ახლა ქართული ოცნება ჩემი შეფასებით არის ძალიან დიდ კომფორტში. და რუტინულად აკეთებს რაღაცებს, ანუ რაღაც გამოცვალა სუსი, გამოცვალა შსს, ყველა გამოცვალა კობახიძემ, სიპების დონეზეც რეორგანიზაცია. რატო აკეთებს მაგას კობახიძე? იმიტომ რომ თავისი ლოიალისტებს ნიშნავს ყველგან და ახალ ვერტიკალს აყალიბებს, რომელიც უფრო კიდევ მორჩილია რა, ანუ კიდევ უფრო დიდი კონტროლი აქვს. რატო გაუჩნდა მაგის საჭიროება შენი აზრით? რომ რა უფრო კიდევ მორჩილი, უფრო შემსრულებელი, უფრო თავდახრილი ყავდეს ყველა, აი როგორც შენ თქვი, ყველა საფეხურზე მმართველობის. ნუ ერთი, იმიტომ რომ კობახიძეს უნდა მოირგოს თავის თავზე უბრალოდ ეს სახელმწიფო და საბოლოოდ, ანუ რამდენი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა ბიძინამ და როგორც ჩანს, ყველაზე მეტი ნდობა და ყველაზე ლოიალური აღმოჩნდა კობახიძე და საბოლოოდ სონს ჩამოვიდა კობახიძეს და კობახიძე ახლა თავის გარშემო ახალ ვერტიკალს აყალიბებს და ყოველდღე იღებენ რაღაც ახალ კანონს. რაღაც ყოველდღე იღებენ და ეს კანონები მუშაობს. ეს შენთვის არ მეტყველებს? ის რომ ქართული ოცნება, რომელიც მაგალითად თუნდაც გასულ წელს რა, აი გასული წლიდან რომ დავიწყოთ, თებერვალში იყო ანტი-ლგბტ კანონი, მერე დაბრუნება იყო რუსული კანონი და იქ შუაში ზაფხულში, როცა გარეთ ხალხი არ იყო, მაგ პერიოდში ჩვეულებრივი პარტიასავით, რომელსაც ძალაუფლება შესანარჩუნებელი აქვს ღირსეული წესებით, სამართლიანი წესებით არჩევნების გზით, აი ეგრე საქმიანობდა რა. ამის მერე, რაც 22 ნოემბერს მოხდა, არც ერთი საქმიანობა ქართული ოცნების, მათ შორის ძალიან ეგოისტური პარტიული საქმიანობაც კი არ ყოფილა, არა რეპრესიული, არა ჩამხშობი და რაჯანდაბას ახშობს თუ კრიზისში არ არის. იყო კრიზისში და ჩახშო ყველაფერი და ეხლა შიდა საქმეებზე არის გადასული. ამათ დაჭერა შიდა საქმეებია ოპოზიციონერების?
რაში და ამათი საქმეა? დაჭერა არის უფრო რა ოპოზიცია შენ თვითონობ რო არანაირი საფრთხეს არ წარმოადგენდა თვითმმართველობაზე არ ჭირდებოდა არაფერში. უბრალოდ არ ვიცი ან როგორც პირადი ვენდეტა რო არ შეხვედით პარლამენტში და იჯექით ციხეში, ეგ არის ან დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, პირდაპირ თქვა, რომ ეს პოლიტიკოსები ისჯებიან პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის არ მიცემის გამო. ამათი დაჭერა ვენდეტა რისთვის არის? ამ განცხადებიდან გამომდინარე, ხა ბოლო რაც გითხარი. იმისთვის რომ გაუჯანჯლეს პარლამენტის ლეგიტიმურობა? ანუ იმის გამო რომ თქვენ გამო არ შეხვედით პარლამენტში, არა მარტო რომ დატოვეს იმდენად და რამდენადაც აი თქვენ გამო სანქციები დაგვიწეს ეს. ხო, ანუ პასუხი არის კრიზისზე. ხო, ამას მეუბნები. ხო, მაგრამ ეს კრიზისი იყო და მე ვამბობ რომ უკვე ჩაიარა და უკვე აღარ სთხოვე რომ შედით პარლამენტშიო, ხო? ანუ პირველი რამდენი ეს იყო რომ შევიდეთ რომ არ შეხვედით, კი ბატონო დავსანქციებდით, რაღაც პრობლემები შეგვექნა, მაგრამ ეხა უკვე ერთპარტიული პარლამენტია და ამასთან პრობლემა ჩვენ არ გვაქვს. განსხვავებით 2020-ისგან, ეხა უკვე ერთპარტიული პარლამენტის ფუნქციურია ვიღებთ კანონებს, რასაც გვინდა ვაკეთებ და სულ არ ხართ საჭირო რომ დაგიჭერთ ყველას. კი ბატონო. ანუ სჯის იმის გამო რომ ეს ამ კრიზისში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის კუთხით. ამ რეალობაში ისტერიული არ არის სტაბილიზაციისკენ და ნორმალიზაციისკენ წასვლის ნაცვლად. ზუსტად იმ რეალობაში, როცა იცი რომ ერთ თბილისს გამოგლეჭს, იმიტომ რომ ძალიან ლამაზად გააყალბებს იმ დოზით, რა დოზითაც ზოგადად აყალბებს და ეს ეყოფა ჯერჯერობით ამ ოპოზიციას სამწუხაროდ. თუ კრიზისი არ არის და ეს განგრძობითი არ არის, ის გავიგე რომ იქ იყო და აქ აღარ არისო მეუბნები ხო ეკრე ამბობ. თუ ეს კრიზისი არ არის, ეს ისტერიკა რას ეწერება? ნორმალიზაციას ატო არ ცდილობს. ეს იმიტომ არ ცდილობს ნორმალიზაციას, რომ უნდა იმის პრევენცია, რომ მეორეჯერ აღარ მოხდეს ქუჩის გზით დაპირისპირება. მოახერხებს მაგას შენი აზრით? კიდე რაღაც იგიჟე რო გააკეთოს. ჯერჯერობით აახერხებს იმ მხრივ, რომ ფაქტია ხალხი მარიამ ლაშს აღარ აგინებს. გამოდის და რებუსებს წერენ, იმიტომ რომ ეშინიათ რომ სასამართლო დააჯარიმებს. ამ ჯარიმებსაც იხდიან. სტრაფი რეაგირება არის ეგ და უბრალოდ იმის გამკლავების მექანიზმი რაც ხშირად გვაქვს. აქეთ მხარეს რომ ვხუმრობთ რაღაცებზე, მე მართლა არ მგონია რომ მათ შორის ჯარიმებმა, ჩემი აზრით ჯარიმების გარეშეც ეს ბუნებრივი ტენდენციაა რომ 6 თვის თავზე პროტესტი, ქუჩაში ხალხი იმ რაოდენობით არ იქნებოდა, რაც იქნებოდა დეკემბერში, ხო, ან ნოემბრის ბოლოს და მე მგონია რომ ციხე მოქმედებს, რა თქმა უნდა, თუმცა რაღაცა განსაკუთრებული შიში ამის მიმართ, რა ვიცი, მე როგორც ადამიანს, რომელიც მხოლოდ რაღაცა ძალიან აქტიურ აქტივისტებს არ ვეურთიერთები და ველაპარაკები მათაც, ვინც აღარ დგას პროტესტზე, მაგრამ იდგა, შენგან განსხვავებით, გარდა ნაძვის ანთებისა სხვა დროსაც. ამ ხალხს რო ველაპარაკები, მათზე გავლენა საერთოდ არ იყო, ახლა დამიჭერენ, ჯარიმას ვერ გადავიხდი, არავის უთქვამს ყოველ შემთხვევაში ეს ჩემთვის. მეტად იყო ფრუსტრაცია იმისგან, რომ აქ რაღაცა ის შედეგი არ მოიტანა ამან, რა შედეგსაც მაშინ რა მოლოდინიც ჰქონდათ განსაკუთრებით დეკემბრის დასაწყისში. კაი, მე მგონი მუნიციპალური არჩევნები და დავასრულოთ. ხო, მე ვფიქრობ, რომ სისულელი ამაში მონაწილეობა და მეტიც ამ თემაზე ამხელა აპელირება არის სისულელი აბსოლუტურად. არაფერს არ ემსახურებს. მაგაში გეთანხმები, რომ ანუ დიდად ამხელა მნიშვნელობაც არ აქვს, რომ როგორც ანუ პოლიტიკური დღესასწაული განსაზღვროს აქეთ მხარეს. კი ბატონო. და ეს ხო ოპოზიციაც აქვს ლელოს და მაგათ რო აი რაღაცა უაზრო პათეტიკა რომ ქართველები დიდგორში და რაღაცა როგორც ხდება ამის პოზიციონირება, კი ისე დიანია ნამდვილად. უბრალოდ მე პრაგმატულად გონია რომ მიიღონ მონაწილეობა ამით ანუ არც იცულება დიდად არაფერი. ხო, შენთვის ლოგიკურია ეგ რო არ იცულება, იმიტომ რომ შენთვის ეს პროტესტი არაფერს ნიშნავს. მეტიც რაღაცა ცუდსაც ნიშნავს რაღაც კონკრეტულ დღეებში, არ ვიცი, როცა რაღაცებს წერ ხო და ჩემთვის ცulis იმას, რომ იმ ერთადერთ კერას წინააღმდეგობის პრინციპში, რომელიც არ მეთანხმები გავიგე, მაგრამ კრიზისი ინარჩუნებს და კრიზისი არის ამ ქვეყანაში, ეს არ არის ქვეყნის მართვა რაც ხდება, ეს არის უბრალოდ რაც წეგან თქვი, ვიღაცების დასჯა, რაღაც სკეპლის გადარწყმა და რაღაცის გამყარება და დაბეტონება რა. ეს არ არის ქვეყნის მართვა. ხო, კონსოლიდაციის პროცესია და ეს ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია შესაძლებელი გოდიში დავამატებ ტემპი ერთ დღეში რომ 15 სიგიჟეს აკეთებ, ხო? და ეგ ტემპით მე არ მგონია რომ ისტერიკის ნაწილი არ არის. ჩემი აზრით ძალიან ნელა შეეძლოთ ამის კეთება ისე რომ შეეძლოთ, იმიტომ რომ ხვალ ანუ ეხა ისეთი შუალედია რომ დასავლეთ საერთოდ არცალია საქართველოში ახდება მაგისტვის და არა დღეს არ ვამბობ 22-დან დღემდე ვამბობ ნელა შეეძლოთ თქო 23-ში რო გაჩერდნენ 24-დან რაც დაიწყეს მოკლედ თებერვლიდან და რასის სწრაფითაც აიღეს ეს რაღაცა როგორც აკრიფეს ეგ არის იგივე ამას ვამბობ. ოკეი, გადავიდეთ. კი ბატონო, შენი რა. პროტესტი არსებული სახით უშედეგოა.
ჩემი აზრით არსებული სახით რო უშედეგოა გამოჩნდა იმ მხრივ რომ ცხათვია ეს პროტესტი რამის არის და უცნება არ წამოვიდა არცე დათმობაზე. და რაზეც უნდა იყოს ჩემი აზრით ფოკუსი, იმიტომ რომ ჩემი აზრით რესურსი რეჟიმის ჩამოშლის და საპარლამენტო ვადამდელის დანიშვნის და რა მოთხოვნებით ზოგადად არის, ამის რესურსი აღარ არის ფიზიკურად და ჩემი აზრით რისი რა შედეგის მიღწევაც არის შესაძლებელი, ეს არის რომ გადავიდეს იმაზე, რომ ყაველაშვილო შეიწყალე ეს ახალგაზრდები, ვინც დააკავეს. მაგრამ ეს პრობლემურია იმ მხრივ, რომ ანუ თვითონ ეს დაკავებულები არ აღიარებენ, ხო, მაგრამ long term ავიც შეიძლება ადამიანმა ვინც აღიარეს, მათთანაც არ ჩანს არაფერი კარგი სხვათა შორის. 4 ადამიანია ეგეთი, ვინც მათ შორის საპროცესო ითხოვა და გააცურა ქართულმა ოცნებამ პირდაპირ. ჯერ არ იზამენ მაინც მაგას, მაგრამ მგონია რომ საბოლოო ჯამში გამოშვება უნდა იყოს მიზანი, იმიტომ რომ ანუ ოპოზიცია დაკავებულია, არ ვიცი, არაფერი ისეთი ოპტიმისტური პირი არ უჩანს, რომ რამე შედეგის მიღწევა იმ მხრივ რომ შეიცვალოს ხელისუფლება შესაძლებელია, გარდა იმისა, რომ ვინც ამ პროცესში აღმოჩნდა ციხეში ახალგაზრდები, მაგათი ნებისმიერი გზით გამოყვანა უნდა იყოს მიზეზი. შენ მეუბნები, რომ რამე შედეგი თუ ახლა ამას შეუძლია მოიტანოს, თუ რასწორად გავიგე არის ის, რომ რაღაცნაირად დაველაპარაკოთ ყაველაშვილს, რომ გამოუშვას ეს ხალხი, შეიწყალოს ეს ხალხი. ოღონდ იმ ფონზე რომ არ აღიარებს ეს ხალხი და ვერავინ ვერ მოთხოვს ოღონდ ამ ხალხს რომ აღიაროს. სიგიჟეა უმეტესი მათგანის ბრალი ხო ვიცი და კადრიც რო არ არის ეგეთი ბრალები არის ძალიან სიგიჟე არის. ამ შედეგის მერე, რომ აი ყაველაშვილს შევაწყალები, ყველამ აღიარა ბრალი, აი მზია ამაღლებელმა აღიარა ბრალი, რომ შეურაცხყოფა მიაყია და იძალა და პოლიციელს. მერე რა ხდება, სად ვცხოვრობთ? ანუ მერე რა როგორ ცხოვრობთ ეს ყველა ადამიანი? მერე ვცხოვრობთ როგორც ახლა ცხოვრობთ დაახლოებით ეგრე, ვიდრე არ შეიქმნება პოლიტიკური ალტერნატივა, იმიტომ რომ სანამ საპირწონედ არ არის პოლიტიკური ალტერნატივა ოცნების და ახლა არ არის, ვინ უნდა შეცვალოს ესენი. და მე ამაში მე გეთანხმები, რომ ერთადერთი რაც ამას აკლია, ჩემი აზრით, ოღონდ აკლია იმდენად დიდი დოზით, რომ სტატუს-კვოს ვერ არყევს, სტატუს-კვოს მომხრეებს ვერ არყევს, არის პოლიტიკური ალტერნატივის ნაწილი. მაგრამ მე შეგიძლიათ ბურთიც ჩაუდოთ, რა კი დაეთანხმეთ, მეცალღოთ მასე წინდანზე მეც და მეთანხმა, იგიო, ინდივიდებზეა ჩამოკიდებული, რაზეც ვილაპარაკეთ, მაგრამ დამიდო ბურთი შემდეგ დამიდე 2. უბრალოდ, მოდი ამ კითხვას რომ მოვიდეთ, რომ პროტესტი არსებული სახით უშედეგოა. შენი ლაპარაკე შედეგიანი რა იქნებოდა, ხო? ანუ რას მიიჩნევდი შედეგიანს? ამის ოპოზიტი არის უშედეგობა. და ჩემთვის ეს ორი ოპოზიტი რო არის, ამათ შორის რაღაცა სივრცე არის. ანუ ან უშედეგოა, ან შედეგიანია, არ არის ეს პროცესი და ვერ იქნება ეს პროცესი რა. ამ პროცესში ამ პროტესტმა ძალიან ბევრი რამ მოიტანა. პროტესტმა მოიტანა ის, რომ შექმნა კრიზისი ერთი და დააჩქარა ისტერიული გახადა ქართული ოცნება. მაგის გარდა სანქციები მოიტანა და შეიძლება ახლა ამ წუთას რაღაცა ხელშესახები შედეგი ამ სანქციების არ ჩანს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ისტერიკა ვიცით ძალიან კარგად, რომ ფინანსურ კაპიტალს ეხება მთლიანად და სანქცია, ამერიკის სანქცია ძალიან ის არის მისთვის პრობლემური არის. მოიტანა ძალიან ბევრი ქვეყნისგან არალეგიტიმურობა, ოღონდ რაღაც ახლა იმას არ გულისხმობ, რა რუსეთს და ირანს და ვინც ხას არ გულისხმობ და რამდენიმე უნგრეთს და სლოვაკეთს, რაზეც ვიცით, რომ რა პოზიციებითაც არიან წარმოადგენლები ევროკავშირში. ეს ყველაფერი მოიტანა და ამის გარდა აი ეს განგრძობადი კრიზისი რაც არის და აი ეს სწრაფი დაუნფოლი, რაღაცა ეს თავისუფალი ვარდნა მთლიანად იყო ამით გამოწვეული და ამიტომ ვერაფრით ვერ ვიტყვი, რომ უშედეგოა. ჩემთვისაც შედეგი იქნებოდა რეჟიმის ცვლილება ნამდვილად, შედეგს ამას დავუძახებ, ანუ დასასრულს ამ პროცესის შედეგს, დასასრულს და შედეგად ამის მიღებას დავუძახებდი, მაგრამ ვერავის დავეთანხმები და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ამ ადამიანების თუნდაც ციხეში წასვლა, იმიტომ რომ სიგიჟესთან გვაქვს მან საქმე, იყო უშედეგო, ანუ ისინი არაფრისთვის ამას აკეთებდნენ, ამას ვერ დავეთანხმები. ადამიანების ქუჩაში დგომა ის, რომ რა ვიცი, გავილახეთ და ვიწამეთ იქ ნოემბერ-დეკემბერში და არაერთხელ დავირბიეთ და ასე შემდეგ, ეს უშედეგო არ იყო
და ამან რეჟიმის სახის გამოჩენა მათ შორის მისსავე ლოიალისტებში და რავი კვლევებიც რომ გაკეთდა, იქ ნახეთ ხო, ამ პროცესმა მოიტანა ეს და ეს ფაქტი არის უბრალოდ. კი ბატონო, ანუ მას შეიძლება შევხედოთ, რომ ბრიტანეთმა რო დაასანქცირა თქვათ, გერმანია რო აკრიტიკებს და რაღაცა იქ ყველაფერი არის შედეგი, მაგრამ რა მოიტანა ამან ქართული ოცნების ქცევაში, იმიტომ რომ არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ის რო ჩამოვიდა ალან პერსე ევროსაბჭოს პრეზიდენტი, საუბარი იყო იმაზე, რომ ოცნება აპირებდა რუსული კანონის უკან გატანას და იმის რა ქვია, ასე ვთქვათ, არჩევნების ლეგიტიმაციის სანაცვლოდ გამოვაჭრება უნდოდა. მაგრამ იმის ფონზე, რომ დასავლეთი ნებისმიერ შემთხვევაში უკვე ძალიან კრიტიკულია ოცნების მიმართ, გარდა იმ ქვეყნების, სადაც ჩამოთვალე. ამის ფონზე ოცნებას უკვე აღარ აქვს, ასე ვთქვათ, მიზეზი, რომ რამეზე დათმოს და ბოლომდე გაუტირა და ფარა შემოიტანა, ანუ უფრო და უფრო მაგაზე არ გეთანხმები და გეტყვი რატო. მე მგონია, რომ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯიც კი იცის, რომ გადაჩეხავს. ანუ ვაბანკზე არის წასული და რავი, ხალხსაც ვამბობთ ჩვენ, რომ ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია მიმდინარეობს, ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია ერთს უკან გადავდგან და ორს წინ, ასე უბრალოდ ვერ შეძლებს ამას რა. ეხლა რო პატიმრები გამოუშვას. რა მოხდება შენ? როგორ დარეგისტრირდება ეს შენი აზრით? პროტესტში როგორ დარეგისტრირდება? გამარჯვებად ხო დარეგისტრირდება? კი და მაგიტო თუ შეიწყალებს და ქართული ოცნების ამორჩევასაც ხო აწუხებს თქვა ეს პოლიტიკა. შეწყალება ვერ მოხდება ზაზა. შეწყალება მოხდება, როცა ბოლომდე არანაირი პროტესტი რო აღარ იქნება და მხოლოდ ისე რომ გამოჩნდება რომ ოცნებამ თავისინებით აველაშვილი კეთილია და აი გადაწყვიტა რომ შეეწყალა. აუღიარებელ დანაშაულებზე? მერე შეიძლება შეიწყალოს. ხო, მე არ მგონია რომ ეგ მოხდება. რავი, ხა ამ ხალხს რო იჭერს, უნდა რომ სასწორზე მეტი დადოს. გავიდა, არ ვიცი, 6 თვე, 8 თვე და უკვე სტაბილიზდა. აი, ვერ წარმოვიდგენ, მაგასაც გეტყვი რატო? არა და უბრალოდ თავისით PR-ისთვის გადაწყვიტეს, რომ შეიწყალონ, რომ ეს ოცნების სამორჩევრო ვისაც აწუხებს, რომ ახალგაზრდები ციხეში არიან, უთხრა, რომ აი, თლად ნაცები არ ვარ ჩვენ და აი შევიწყალეთ ვიღაცა. 25 ნოემბერს რო გეთქვა აქედან 6 თვეში რა წარმოიდგინო, რას გეტყოდი, იცი? აი არაფერი ახლა რეალობასთან კავშირში არ არის, რასაც გეტყოდი. ამიტომ აი მაგას რომ მეუნებიან, რომ აქედან მერე რა არის, აბა თუ არჩევნებში არ გავედით, აბა არ ვიცი და არ შენ არ იცი ოღონდ. შენ იცი ნორმალიზების მარტივი გზა, როცა არჩევნებზე მელაპარაკები და მე არ მინდა ნორმალიზების მარტივი გზა. მე მირჩენია რომ გავიარო ეგ ხანგრძლივი გზა და ბოლომდე გავუქაჩო ამას, სადამდეც გაიქაჩება, ვიდრე აქვე გამოყვე გზაზე, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ 4-ში ხო არის არჩევნები თუ როცა არის 5-ში თუ 6-ში სხვა აბსოლუტურად სხვა რეალობა იქნება და ამაზე უკეთესი არაფრით ეგ რეალობა არ იქნება. მაგ პატიმრების შეწყალებაზე მე არ გეთანხმები, მე მგონია რომ ქართული ოცნება თუ რამე ნაბიჯს უკან გადადგამს, იქ დამთავრდება. შეუძლებელია რომ ქართულმა ოცნებამ უკან ნაბიჯი გადადგას და დანორმალიზდეს. შეუძლებელია ეს, იმიტომ რომ აბსოლუტურ ვაბანკში არიან. ეს არის ვაბანკის საქმიანობა, ეხლა რასაც ეს ისტერიკა, რასაც ვეძახი. ამიტომ მგონია რომ პროტესტი არსებული სახით იმ შედეგის მომტანი ჯერჯერობით არ არის, რომელიც გვინდოდა თავიდანვე და ჩემი აზრით, ახალი არჩევნების მოთხოვნა რო იყო, მანდ იყო არასწორი. მე მგონია რომ მაშინ როცა რადიკალიზებული იყო პროტესტი და იყო მის პიკში, თავიდანვე ის უნდა ყოფილიყო მოთხოვნა, რაც რეალურად იყო ხალხში მოთხოვნა, რაც იყო გადადგომა და ის რომ გავფლანგეთ ამ ხელა ენერგია, რომ ახალი არჩევნები ჩამიტაროს ბიძინამ იყო არასწორი, თუნდაც ასე შევცვალო, არა, ჩემთვის როგორც ერთი ადამიანისთვის ვინც იქ ვიდექი, ჩემს მოთხოვნას ეგ არ გამოხატავდა. რო გადადგა თქვა, მე რა ხდება? ვინ ატარებს რაღაც ფორმით არჩევნები უნდა ჩატარდეს, ვინ ატარებს ამ არჩევნებს საბოლოო ჯამში. ეხლა მართლა ის სალომე ზურაბიშვილი ხო არ ჩაატარებს როგორც ის. არა, რაღაც ფორმით უნდა დააკომპლექტდეს ეს დროებითი რაღაც კაბინეტი, რომელიც ერთი ინსტიტუციურად, მეორე ლოჯისტიკურად ამ არჩევნებს ჩაატარებს, ამ არჩევნებში მიიღებს ყველა მონაწილეობას, ვისაც უნდა. მათ შორის ქართული ოცნებაც, ჩემი აზრით, რავი, უნდა მიიღოს. და დადგება იქნება სამართლიანი მაქსიმალურად, რაც შევა ამ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს და შეიქმნება ახალი მთავრობა რა. ხო, მაგრამ ნუ მე იმედიას ვემხრობი, რომ მართლა ბოლო ლეგიტიმური ფიგურა არის ეს ქალი, სალომე ზურაბიშვილი და იმის ბერკეტი ნამდვილად აქვს. ეხლა მე არ ვამბობ, რომ პრეზიდენტად უნდა დაჯდეს მეორე დღეს, ამას არ ვამბობ, მაგრამ იმის ბერკეტი ნამდვილად აქვს, რომ შექმნას რაღაც დროებითი კაბინეტი, რომელიც ქვეყანას არჩევნებამდე მიიყვანს რა. რომელი ინიციატივა სალომე ზურაბიშვილის, რომელმა იმუშავა? ერთი იყო. თემასწრებით ბოდიში სიამონებით გელაპარაკებოდი სალომე ზურაბიშვილზე მართლა, მაგრამ საერთოდ სხვა თემა უბრალოდ და ქართული ოცნების საგარეო კურსი. წეგან პირველ კითხვაზე რაღაცები შენ დაიწყე ლაპარაკი და მე ძალიან მოკლედ ვიტყვი ჩემს აზრს, რასაც მე ძალიან 4 დეკემბრის მერე ვამბობ პრინციპში.
რომ მაგ პერიოდში აბსოლუტურად დაკარგა მნიშვნელობა ჩემთვის ქართული ოცნების საგარეო კურსმა და ამაში გულისხმობ იმას, რომ საერთოდ სულ პროდასავლური იყოს და პროამერიკული იყოს და პროგერმანული იყოს და ზუსტად იდგეს იმ გზაზე რა დაკვეთაც ამ საზოგადოებას, ქართულ საზოგადოებას აქ რეჟიმი, რომელიც ჩაგრავს, ცემს, აწამებს და იმას ჯაკეტი მანქანაში იმას უგდებს, რა ქვია, გაზის ყუმბარას და იჭერს აბსოლუტურად უბრალოდ არის ძალიან სასტიკი და გაბოროტებული აბსოლუტურად არ უნდა იყოს ის მართლობაში. როგორი საგარეო კურსი არ უნდა ჰქონდეს, ესაა ძალიან ისე ზოგადად თქვა ჩემი პოზიცია, თუმცა 20-22 წლის მე ხო ვიცით ახლა რა ეს ცხადი ის როდის მოხდა, ხო? სახის გამოჩენა. 20-22 წლის უკრაინის ომის მერე. 22 წლის მერე აი წეღარასაც ვამბობდი რომ 24 წლამდე ნელ-ნელა რაღაცებს აკეთებდნენ რაც გასდიოდათ რა ანუ გულისხმობ რომ ახსნადი იყო ახლა რაღაც სანქციებთან არ მიერთება ახსნადი იყო აბსოლუტურად რა რაღაცა იმის რომ მოხალისეების არ გაგზავნა ახსნადი იყო მაგრამ საგარეო კურსში გავიყვანდი ბოდიშის ამბავს საგარეო კურსში გავიყვანდი ბანერებს უკრაინი ანუ რაღაც დანგრეული ეკლესიის და ერთი ცალი ეკლესია რო აქვს ისე რომ გელასში წყალი ჩამოსდით ამის გვერდზე მიდება იქ რაღაც სკოლა და ერთ სკოლაში რო აქვს რემონტი გაკეთებული თბილისში და რა ვიცი იქ ფეჩთან თბებიან დღემდე ბავშვები ამის მიდება და მორალური ბანკროტი აბსოლუტურად რაც ეგ კამპანია იყო მთლიანად რა და შენი ხალხის უპატივცემულობა და რაღაც ბოდიშის ამბით ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის აბსოლუტური დაზიანება. მაგაზე მეტად ქართულ ოცნებას არ ვიცი რითი დაუზიანებია საქართველოს შანსები სამშვიდობო პოლიტიკაში აფხაზებთან და ოსებთან და რავი ვინ არის ბიძინა ივანიშვილი ბოდიშს რო იხდის ხო? ანუ ბოდიში უნდა მოვიხადო მე მაშინ დევნილი ვარ რა ვიცი ბიძინა ვინ არის რატო იხდის ბოდიშს და ვის კითხა ხო საერთოდ ეს საგარეო კურსის ნაწილია ჩემთვის ის რაღაცა ფერება ის რაღაცა ირანიზმის გარდაცვალება სატირალში აი ეს ჯერ ერთი ან კლასი ხო უნდა ქონდეს ესთეტიკის შეგრძნება ხო უნდა ქონდეს და აი უბრალოდ ახლა ძალიან სასაცილოდ ვიტყვი მაგრამ გოიმობა არის ძალიან ბევრი რამე რასაც აკეთებ და მათი უმეტესობა კიდე ბოროტება არის ეგ არის ამის ნაწილი მათ შორის კიდე ერთ ვიტყვი საგარეო კურსთან ერთად საგარეო კურსის გამო და უკრაინის დაშჯი რაღაცა ზელენსკი კლოუნია ამის გამო რომ ქართველი ჩამოგისვენდება თუნდაც ისეთ ომში ნაბრძოლებასაც არ ეთანხმები აი რა ვიცი ერაყში რო იბრძოდნენ ქართველები ბევრი არ ეთანხმებოდა მაგრამ სამხედრო პატივით ხვდებოდით იმ ხალხს ხო ამ ქვეყნის მოქალაქეები მათ შორის დევნილი ადამიანები წავიდნენ უკრაინის ომში იმიტომ რომ მათი პირადი მისია არის ეგ რომ რუსეთთან იბრძოლონ და შენ რო ერთ ცალ მანქანას არ გზავნი იმის რომ სამხედროები დახვდნენ სამხედრო პატივით ამ ადამიანებს რამხელა მორალური კრახი არის შენი როგორც პიროვნების, მაგრამ შენი როგორც პოლიტიკური ძალის. ეგ ყველაფერი არის ამის პროდუქტი ჩემთვის და ამის ნაწილი. იქ ახლა რაღაც სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან და სავაჭრო ურთიერთობები მათ შორის რუსეთთან სამწუხაროდ, რომელიც რამოზე დგას დიდწილად ამ ქვეყნის ეკონომიკა იქ მაგ ქვეყნებზე, რა ვიცი, სავაჭრო ეკონომიკა ურთიერთობები ჩინეთთან, ეგერ ევროკავშირსაც უნდა უფრო მარტივი, ხო? და ეგერ ტარიფების ომი აქვს ტრამპს. არ მგონია რომ რამე ისეთ ცვლის ჩვენთვის, მაგრამ ეს არის ჩემთვის თავარი საგარეო კურსის ამბავი ქართულ ოცნებასთან. ჩემს რა დაშვებაც აქვს ახლა ოცნებას ეს რომ აი როგორც სააკაშვილს ჰქონდა ილუზია რომ მილიტარიზაციით და ამ რაღაცა ამით შეძლებდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ისევე ბიძინას აქვს ილუზია, რომ ამ რაღაცა ბოდიშებით და გაწოლით დაიბრუნებს ტერიტორიულ მთლიანობას და ესეც ილუზორულია ტერიტორიული მთლიანობის და აღდგენის უახლოესი პერსპექტივა, ასე ვთქვათ, არ ჩანს ჩემთვის, მაგრამ მეორე მხრივ რასაც ამბობს მეორე ხალხი რომ აი იყო ანუ ადგა ბიძინა და ადგა ოცნება და უცებ წაგვიყვანა რუსეთისკენ და უარი თქვა დასავლეთზე, თითქოს აი დასავლეთი გვიღებდა. ფაქტი და მოცემულობა არის ის, რომ დგავართ ამ ღია კარში, ავღანეთში და ერაყში გავგზავნეთ უფრო მეტი ჯარისკაცი ვიდრე ესტონეთმა და ლიტვამ ერთად. და წინ არ მიდის ეს ამბავი და ეს არ არის ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში ამერიკა დეკლარირებულად უარს ამბობს უკვე ამ ნატოს გაფართოების აღმოსავლეთი გაფართოების პროექტზე როგორც ასეთზე და ტყუილად გვიწერია კონსტიტუციაში რომ ნატოს კობახიძის ჩაწერილი არის ანუ ოცნების შეცდომა არის ეგ რო ანუ კონსტიტუციურად განსაზღვრული გაქვს რაღაც ორგანიზაციის წევრობა რომელშიც არ გვიღებენ
ევროკავშირში კიდევ უფრო რეალისტური არის გაწევრიანება და ამ შემთხვევაში ჩინეთთან დათბობა უკვე აღარ არის ფლაწინააღმდეგობაში მაგასთან, იმიტომ რომ თვითონ ევროკავშირიც უკვე გადადის ეკონომიკურად ჩინეთთან ასე თქვა გააღრმავებაზე ურთიერთობის და ამიტომ ეს ისტერიკა რაც მუდმივად არის რომ აი ჩინეთში მივყავართ ბიძინას და ჯო უილსონის თვითები რომ კომუნისტურ პარტიაზე გაყიდეს საქართველოს და რაღაცა ამას არ ვეთანხმები და თუნდაც აი ირანზეც ამბობდი და მაგაზეც მინდა ვთქვა რომ ანუ ირანი რუსეთის მოკავშირეობის მიუხედავად არის არაღიარების პოლიტიკის ნაწილი 2006 წლიდან ნაცების საგარეო პოლიტიკის სხვათა შორის დადებითი ასპექტი რაც იყო შეთანხმება გვაქვს ირანთან რომ ირანში გაეროში ირანის წინააღმდეგ არ ვაძლევთ ხმას სანქციებს და ისინი აღიარებენ ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას და რაღაცა შეცვალა მან ამ ბოლო დროს ახლა ზუსტად არ მახსოვს რაღაცას მისცეს ხმა გაეროში ზუსტად მე რო გავაზიარებ ამას დავაწერე რომ ვიპოვი რა მოხდა იმიტომ რაღაცა მოხდა მახსოვს ერთ რამეს ვიტყვი რომ ღია კარში ვდგავართ და სად მივდივართ სადაც არ გვიღებენ ჩემთვის ეგ მიდგომა არის რავი პოლიტიკის ახსნა რაც არის დეფინიცია მაგისგან გასული არის პოლიტიკა რა არის პოლიტიკის კეთება ხო რაღაც გინდა და აკეთებ ყველაფერს მაქსიმალურად რომ რაც გინდა ის მიიღო შენს რაღაცა გარემო პირობების გათვალისწინებით, ძალაუფლების გათვალისწინებით, გავლენის, ვერკეტის და ასე შემდეგ. ის რომ ნატო არ გიღებს მაგალითად და რა ვიცი ხა ნატოს გაფართოება შეჩერდება და მათ შორის ახლა ევროკავშირის ღია კარში ვდგავართ 20-22 წლამდე მე რაც აქსელერაცია რაც განიცადა აი ზუსტად იმიტომ რომ ეგეთი ტრანსფორმაციულია გეოპოლიტიკა რომ ყოველდღე რაღაც ხდება რაზეც გუშინ ვერ წარმოგედგინა შეიძლება რომ ეგ მომხდარიყო ზუსტად მაგ რეალობაში რომ აი ესენი ახლა არ გვიღებენ და მოდი უკან გამოვტრიალდე როცა ეროვნული ინტერესია ეგ შენი ოღონდ იმიტომ კი არა რომ კონსტიტუციაში ჩამიწერა ირაკლი ყობახი რომ კონსტიტუციაში სულ რო არ ეწეროს კონსტიტუციაში ევროკავშირი ჩრდილოატლანტიკური რა ქვია და გაერთიანება გაწევრიანება და ასე შემდეგ მანდ არის ერთი ძალიან მთავარი ამბავი რომ ყველა ჩვენი ისტორიული არჩევანი, ყველა ოღონდ გეორგიევსკის ტრაქტატი მათ შორის რამე თუ უფრო დასავლეთთან იყო, აღ ბიზანტია, რავი, რაც გინდა, რავი, ნებისმიერი დროიდან ამოიღე რამე არჩევანი, რაც იყო ეროვნული არჩევანი, ან რაღაცა მონარქიული, ყველა არჩევანი იმას ემსახურებოდა, რომ მაქსიმალურად დასავლეთით რაც იყო, იქ წავსულიყავით. იმ შემთხვევაში, რავი, რუსეთი იყო ეგ, მაგალითად, და რა ვიცი, ეგ არჩევანი გაკეთდა. ეს მგონია ეხაც მე მგონია, რომ იმისთვის თუ რა შემიძლია, არ უნდა შევცვალო ის რაც მინდა. მე მგონია რომ უნდა მინდოდეს რაღაც, უნდა იყო, ოღონდ მინდოდეს, მინდა არა. რაღაც არის ჩვენი, ახლა ძალიან ისე ვიტყვი რომანტიულად და შეიძლება დამცინა, მაგრამ ჩვენი ბედი არის რაღაც რა, ამ ხალხის დესტინი რაც არის, მოკლედ ეგ არის, რომ ჩვენი ადგილი მართლა იქ არის რა, ანუ მართლა დასავლური საზოგადოება ვართ, მაქსიმუმ რამდენადაც შეიძლება რომ ამ გეოგრაფიაში დასავლური საზოგადოება იყო. და იმის ფონზე რომ ახლა რაღაცა ევროკავშირის გაფართოება, ნატოს გაფართოება წინ არ მიდის და ის იზღუდება და ეს რაღაცები იცვლება მოკლედ სულ არ ნიშნავს რომ კაი მაშინ ეხლა რომ იზღუდება, მოდი აღარ მენდომება და მე რო გაფართოდეთ მომინდება? თუ რას ნიშნავს ეს? რაღაცა მინდა, რაღაც არის ჩემი მიზანი როგორც საზოგადოების, როგორც ერის, როგორც ქვეყნის და რა შევარდნაძე რომ ევროსაბჭოში წევრიანდებოდა, რავი, რა წარმოედგინა? აწევრიანდა ამ ქვეყანას. რა ეგონა ხო? რა წარმოდგენა უნდა ჰქონოდა გეოპოლიტიკაზე იმ დროიდან, ხო? რა იცვლება, აი თქვათ, ისე არის წარმოჩენილი, რომ აი წავედით ევროკავშირისკენ და ანუ გადავხედოთ აღმოსავლეთში ევროკავშირში რა ხდება. რეალურად აი დასავლეთ ევროპული ქვეყნები ფასეულობებით არიან ევროკავშირის წევრები. მაგრამ ვიღოთ პოლონეთი, უნგრეთი, აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური ევროპის თვას უნდა დავარქვათ, ეგ ქვეყნები ევროკავშირში არიან ეკონომიკური ბენეფიტების გამო, თორე ისე რა ვიცი, ეკონომიკური გაერთიანებაა და აბორტი აქვს აკრძალული და ხო, ეკონომიკური გაერთიანებაა, ხო, პირველეს ყოვლისა რა გაერთიანებაა ევროკავშირი. ხო, და მაგას ვიცახე, ანუ ეს ქართველი ერის სულიერი ტრაექტორია, რომ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი გახდეს, ანუ თუ არ გავწევრიანდი ევროკავშირში, არ ვიქნები დასავლეთის ნაწილი თუ არ? არა, ეს გარდა აზიური გავლენაც არის რა. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგი ჰიბრიდული ეს ვართ ჩემი აზრით პროდუქტი იმ ისტორიული გამოცდილებების, რაც გქონია, თუმცა ძალიან მყიფე არის ჩვენი ეროვნული იდენტობა იმ გამოცდილებების გამო, რაც გქონია სამწუხაროდ და იმის გამო, სადაც ვართ ახლა იქ ხო ზემოთ ხო ვიცით რაც არის და ქვემოთ რაც არის და აქით რაც არის და იქით რაც არის, ერთი ზღვა არის ყველაზე კაი ჩვენ გვერდით, თორე სხვა ყოველს გიჟაში ვართ ხო? ზუსტად მაგის გამო რატო უნდა ვიყოთ რაღაცა ქოლგის ქვეშ ხო? რატო გვჭირდება რაღაც გაერთიანებაში ყოფ? გეოგრაფია და ის რაღაც იდეურად იქ ვართ
ყოველთვის როცა ქარი მოუბერავს რუსეთიდან და აქ დაგიჯდება ვიღაცა, ამას რაღაცა შეკავების ფორმატი ჰქონდეს ერთი და არ იყოს ეს შეკავების ფორმატი მხოლოდ შიდა დემოკრატიის შენება, რომელსაც ვერ ავაშენებთ კიდე დიდხანს, სამწუხაროდ მე ეგეთი მოლოდინი მაქვს, ამ ქვეყანას გაუჭირდება ამდენი კრიზისის და ამდენი ცუდი გამოცდილების მერე ამის აშენება. ჩვენ გვჭირდება ეს მყარი კავშირები, რაღაცებით, მათ შორის, რა ვიცი, პოლიტიკებით განსაზღვრული, გულისხმობთ მათ შორის ეკონომიკური კავშირებით, რაღაც გვჭირდება, რაღაც მოჭიდების წერტილი, რომელიც შეგვაძლებინებსო დემოკრატია ვაშენოთ. მიხვდი რას გულისხმობ? ამ რეალობაში, სადაც გინდა ასე გადაუხვევ და გინდა ისე გადმოუხვევ, რავი, ყველაზე ღარიბი ქვეყანა არის უნგრეთი ევროკავშირის. საბერძნეთი არსებობს ევროკავშირში, ხო სიგიჟე არის ეგ, რომ როგორ უნდა მოახერხო, რომ საბერძნეთზე ღარიბი იყო, გამოტენილები იყვნენ ვალით, ხო? მაგრამ მოახერხეს და მოქმედებს მე ეგ ყველაფერი რა, ეგრე არ არის, რომ ეხლა მე ეკონომიკურად ვიხეირებ, მაგრამ ვიქნები და იქ თან ამღირებულებების ნაწილი არ ვიქნები და ეგ შემაკავებელი ფაქტორები მე მგონია რომ ჩვენ ძალიან გვჭირდება როგორც ახალ დემოკრატიას გვეძახიან, მაგრამ არა ვართ დემოკრატია და მგონია რომ არც არასდროს ყოფილვართ სამი თვე გვაქვს ალბათ ჯამში რომ ვიდემოკრატია ცოტა და ამიტომ მგონია რომ საგარეო კურსი ოცნების არის დამაზიანებელი აცდენილი არის დაკვეთას ამ ქვეყნის მოსახლეობის თუნდაც ეკონომიკური ინტერესის გამო და იმას რო არ დაეთანხმო რა ქვია რომანტიკული ინტერესი მე რაც ვთქვი მაგრამ მართლა ისტორიულად დადასტურებული მგონია ეგ ინტერესი და დაცვის მექანიზმის გამო ნატოს სულ რო არ იყოს მაინც დაცვის მექანიზმია იმ მოჭიდების წერტილთან ყოფნა რატოა დაცვის მექანიზმია თუ გითხავ უსაფრთხოების რისკი არის ანუ მუდმივად ხარ ნატოსკენ სვლის პროცესში რაზეც რუსეთი გეუბნება რომ მიუღებელია ჩემთვის არ გიღებენ და ქოლგაში არ ეწევრიანდები და რაღაც ლიმბოში ხარ გაჭედილი სადაც რუსეთისთვის ეს პრობლემაა ნატო არ გიღებს და რაღაცა ამ სიტუაციაში ხარ სადაც მუდმივი რისკი გაქვს ამის გამო და მეორე მხრივ ჩინეთს რო აქვს აქ ეკონომიკური ინტერესები და რო აკეთებს სპორტს თუ რაღაცა სავაჭრო დერეფანს ჩინეთზე რუსეთი დამოკიდებულია ირანზეც ირანიც ნახევარი ევროპა არ დამოკიდებულია რუსეთის იმაზე რა ქვია და ჩინეთი ირანი და ეს ქვეყნები ამ მომენტში უფრო არის ბერკეტი რუსეთზე რომ არ დაიწყო შენთან ესე თქვა ომი ვიდრე დასავლეთი რომელსაც უკვე იზოლირებული ყავს რუსეთი და საერთოდ აღარ და მე ხო ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან არ ნეგატიურ კონტექსტში არ მიხსენებია მე მგონია რომ იმ ფონზე მით უმეტეს როცა რა ვიცი ფონ დერ ლაიანი ვერ ვამბობ ამგვარ ფონ დერ ლაიანი გამოდის და ამბობს რომ მაქსიმალურად უნდა გამარტივდეს ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირის იმიტომ რომ იქ ამერიკა გაგიჟდა და იქ მართლა ტარიფების ომი აქვს გაჩაღებული ამ კაც იმიტომ რომ უნდა დააბრუნოს ამერიკელი ბიზნესმენები ამერიკაში და იქ აწარმოებინოს იმიტომ რომ იქ ბევრად იაფია და გაუძვიროს ამ რეალობაში არც ერთ ეტაპზე არ მithქვამს და ახლა მაქსიგიჟეს არ ვიტყვი რომ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობა არ გვქონდეს სიგიჟეა ჩემი აზრით ეს და ამას არ ვამბობ არც ერთ მომენტში ხო ის რომ პორტია სიტყვაზე ჩინური კომპანიის თუ ის რაღაცა რიკოთის გვირაბს ჩინური კომპანია აშენებს თუ კარგად აშენებს და რაც მეც კაის გავაკეთეთ მე ეგ ვარ ახლა მომენტში მაგრამ თუ კარგად აკეთებ და თუ ეს ურთიერთობა ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის ღირებულია და ისევ ბიზნესი არ მდიდრდება და ის 24 ოჯახი კიდე მაგის ოჯახის გარდა რა თქმა უნდა ამ ქვეყანას უნდა ჰქონდეს სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა სხვანაირად შეუძლებელია რომ რამედან გამოვიდეთ საერთოდ მაგრამ ამის მიღმა ვამბობ ოცნებას ხო ეხმარება ეგ რო ანუ ეკონომიკა რო ეხა ცუდად იყოს და რიზდებოდეს უფრო ჩამოიშლებო ხო მაგრამ ეს ეკონომიკა სად იზრდება ვისთვის იზრდება ყველასთვის იზრდება რა ვიცი რო ჩამოდის რა ვიცი რუსი ტურისტი ან ჩინელი ტურისტი სიმინდის გამყიდველი ბათუმის პლაჟზე უფრო მეტ ფულს აკეთებს ტაქსისტი სუპერმარკეტის სადია რომ რედისტრიბუცია საკმარისად არ ხდება, სოციალური პოლიტიკა ცუდი გვაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ბიუჯეტი რო იზრდება, სოციალური დახმარების წილიც იზრდება. და მე ამით აშანტაჟებს სამხალხოს. ამით ანუ ხო ეკონომიკურად რომ მაგალითად 2003 წელს იყო სიტუაცია, როცა სახელმწიფო ხელფასს ვეღარ უხდიდა საჯარო მოხელეს, არასამთავრობო სექტორში უფრო მაღალი ხელფასი იყო. მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან ეკონომიკურად ცუდად არის. ხო, ეკონომიკური ანუ მდგომარეობა მოსახლეობის უმრავლესობის ისეთი იყო, რომ არავის აღარ უნდოდა სისტემის შენარჩუნება. და ეხა არის ადამიანების დიდი ჯგუფი, ვინც ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის, ხო. კი, ამაში ნახე რას ვამბობ, ის ეკონომიკური ზრდარითიც ამაყობელოა ევროპაში, მესამე თუ იმაში პირველი ის ეკონომიკური ზრდის რაღაცა ხურდები მიდის ამის შენარჩუნებაზე ზუსტად მაგ სისტემის რო ეს ჩამოკიდებული ხალხი შეინარჩუნო და ამის დიდი ნაწილი რედისტრიბუციაზე რო ლაპარაკობ სოციალური პოლიტიკა არ გვაქვს კი არა ამის დიდი ნაწილი ზრდის კაპიტალს იმ ოჯახების და იმ რამდენიმე მართლა ასეულობით იქნება ალბათ მაგ ადამიანებისთვის მართლა არ ვიცი რამდენია ვინც
ბიზნესთან დალაგებით ამ ქვეყანაში მდიდრდება. ტურიზმის სექტორზეც აისახება მაგას. კი, აი რუსი რო ჩამევიდა ფული დახარჯა, რა ვიცი, რუსზე მეტ ფული. მე მგონი ის რუსები საქართველოში ჩამოვიდნენ ძალიან ცოტანი არიან, მყიდველობითი უნარით ისეთი, რომ სიმინდის გარდა მართლა რამე იყიდო. არა მხოლოდ რუსია, ნებისმიერი ქვეყნიდან, აი ჩინელები მოქმედებს, კი, ჩინელები ჩამოდიან, ვიღაცა ნებისმიერი ქვეყნიდან, რომ ეს ტურიზმის სექტორი წელს იშოვა დიდი ფული. ზამთარში ბაკურიანში, რა ვიცი, გადადებული. ორი რაღაცა მიხსენე ხა ბათუმი და ბაკურიანი და იმის იქეთ ეს ხალხი სადავართ რა შეშვებით. არ გვაქვს არც ინდუსტრია, არაფერს არ ვაწარმოებთ და ტურიზმზე ვარ ჩამოკიდებული. მე კი არ ვამბობ, რომ კაია ეს როგორი ეკონომიკური მოდელიც გვაქვს, მაგრამ მე ვამბობ იმას, რომ ეს ზრდა საბოლოო ჯამში მოქმედებს მაინც ოცნების სასარგებლოდ, იმიტომ რომ ეს ტურიზმის სექტორი მაინც დიდდება. ინარჩუნებს იმას, რაზეც დგას. ეს გავიგე. ტურიზმის სექტორით მანდ არ მგონია. ეკონომიკას გადავე და სხვა ბარათი არ ვიყო. შენ უნდა აიღო ბარათი. აქციებზე დაკავებულები და მათი სასამართლო პროცესები. ამაზე ნაწილობრივ ასე ვთქვათ, კი, ვილაპარაკეთ. კი, მე მაქვს ერთი კითხვა შენთან. ამ პროტესტზე წეღან რო თქვი რომ უშედეგოა, კითხვა არა მაქვს, რაღაცა მინდა რომ განვიხილო რა. უშედეგოა რომ ამბობდი. ამ პროტესტის ნაწილია ის, რომ, რა ვიცი, არჩილ მუსელიანს, რომელსაც ოჯახის წევრები არ ყავს, ვერავინ მასთან ვერ შედის და დედობილი ჰყავს, რომელსაც არ უშობენ, იმიტომ რომ ბიოლოგიური კავშირი მასთან არ აქვს. ერთადერთი სივრცე, სადაც მხარდაჭერას გრძნობს, არის ტელევიზორში თუ ვინმე ახსენებს ან ამას გაიგებს პროტესტზე და მეორე, როცა ჩვენ ვესწრებით სასამართლო პროცესებს. შენი აზრით, ეს მნიშვნელოვანია, დიდი აზრი არა აქვს თუ როგორი რა არის? იმიტომ რომ ამ პროტესტის ნაწილია და წეღან აღარ დავამატე, ბევრი ვილაპარაკეთ და ეხლა ამ კონტექსტში მინდა დავამატო სასამართლოებს. ცხადია, ამ ადამიანების, ვინც დაპატიმრებულია, კიდევ უფრო უიმედობაში რო იყვნენ, რომ რაღაცა არაფერი არ ხდება და პროტესტი არ არის და არავინ გვიჭერს ხარს, ეს ცხადია, ცუდი არის, მაგრამ ეს თრიანობაში ხო პროტესტის დროს დაკავებული ადამიანების ფსიქოლოგიური კეთილდღეობა ეს ხო მიახლოებითაც მიზანი არ უნდა იყოს პროტესტის. არა, ერთ-ერთი ნაწილია თქო, ამბობ რა უნდა შენარჩუნდეს ჩემი აზრით ეს პროტესტი, რომ არ შეიძლება მარტო დატოვო ადამიანები, რომლებიც ამ ბრძოლას შენთან ერთად იყვნენ და ეს რომ მორჩეს და დამთავრდეს, აი უშედეგო რა დაჯობია რომ სხვა რაღაცა დაიწყოს რომ ამბობდი. ეს არ უნდა დამთავრდეს ჩემი აზრით, ამიტომ მინდოდა აქვე დამემატებინა. მეორე რაც მინდოდა ამაზე მეთქვა. ავიღებ ერთამ რომ არ გავცდე თემას აქციებზე დაკავებულები და მათი სასამართლო პროცესები. მე მგონია რომ ეხა გუშინ იყო მაგალითად სახაზინო ადვოკატებს რომ ძალით უნიშნავს და იქ ვიღაცა სუსის ადვოკატი რომ შეგზავნეს და ამ ბიჭებს მართლა სიგიჟე გააკეთებინეს, მოატყუეს ეს ადამიანები, ხო? და ყველაფერი ეხლა რაც აკეთებენ რომ მედიამ არ გააშუქოს პროცესები, იქ ცრუმოწმები ვინც არიან და რაც არიან. ჩემი აზრით დავამატებდი ამას ერთ-ერთ აგურად ისტერიკას რა. იმიტომ რომ ამის აწევა თუ არ შეუულია რეჟიმს, იმაზე მე ვერ ვიტყვი რომ გამყარებულია და კრიზისში არ არის. ანუ ცრუმოწმის მიერ რომ ხელის დადება პატიმარს რომელიც იქ არ არის დარბაზში, ამის აწევა თუ არ შეუძლია, ის არ არის კარგად. ჩემი აზრით რა და ასევე ვიტყოდი, რავი, ამ ეთერითაც ვისარგებლებ, შენც გეტყვი, რომ თავარი პროტესტი რუსთაველზე არ არის დღეს და ამ ორ თვეში და თავარი პროტესტი არის აქ, იმიტომ რომ ამას რო ერთხელ ნახავ, ამას იმედია ის მიიღებს ის კამერა, ამას რო ერთხელ ნახავ, მე ძალიან რთულია, რომ ძალიან ცივი გონები და ცივსისხლიანად იმსჯელო, იმიტომ რომ შეუძლებ მართლა ადამიანური ფაქტორი გერთვება მართლა, რომ ვიღაცა და ჩაგრული არის ძალიან და მარტო ამას ვერ დატოვებ რა შეუძლებელი არის და თან ვალდებულება გაქვს როგორც ადამიანი გრძნობს ვალდებულებას არ ეხა პროტესტის მონაწილე ვარ და არ მონაწილე ვარ. ამის ხომ მინდოდა ამაზე, არ ვიცი რამე თუ გაქვს შენს სათქმელი. აი, პრინციპში ამაზე უკვე ვიმშელეთ კიდე სამ შეწყალება რომ ანუ ვიმშელეთ უკვე ამიტომ შემიძლია გადავიდეთ სხვა თემაზე. შემდეგი თემა არის მე მგონი ამაზე ბევრი სალაპარაკო არ გვექნება. სოციალური ქსელები, თავისუფლების სივრცე თუ რადიკალიზაციის ბუშტი. მე ვიტყვი რომ ორივე. და საერთოდ ამ ორ კატეგორიასაც ცდება, ჩემთვის არ არის ეს თუ ის. სოციალური ქსელები არის აბსოლუტური პარალელური სამყარო, ოღონდ სარკული არა. პირდაპირ ჩვენთან ერთად არსებობს, როგორც ეხლა მე აქ ვზივარ და იქ ვიღაცა რაღაცას მიკომენტარებს, სადღაც Facebook-ში. ეს პარალელური ცხოვრება არის ჩემი, შენიც. მithumetes ეხლა ჩვენნაირი ადამიანები ვინც აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელს და ცხოვრება აქვს ნამდვილად თავისი რაღაც საჯარო ცხოვრება. და მგონია რომ პროპაგანდის საშუალება, მათ შორის აი ეკოჩემბერი რასაც ქვია, აზრის რაღაც დახშული სივრცეები ამის შექმნის კარგი საშუალება, უსაზღვროა ძალიან და ეს რამდენადაც კარგი, იმდენად ძალიან ცუდია და არის სწორედ ამიტომ თავისუფლების სივრცეა ნამდვილად ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, სანამ დაგვიჯერენ ყოველს რაღაც დაპოსტვის გამო და რადიკალიზაციის ბუშტიც არის რა თქმა უნდა იმ ეკოჩემბერების გამო.
ეს არის ჩემი აზრი. ეგ არის იგივეს ფიქრობ. აჰა, ერთი რა, რაღაცა, რავი, აიღე. საყოველთაო ბოიკოტი როგორ წარმოგიდგენიათ? აი როცა იყოს გაფიცვის საკითხი, საყოველთაო გაფიცვა, ჯერ იყოს საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა, ოღონდ ამას გაფრთხილების მერე რეალური გაფიცვა აღარ მოყოლია და ამ გაფიცვაშიც რა მოხდა, ხო, ეს რაღაც PSP-მ უთხრა თანამშრომლებს, რომ 5 ციგარეტი მოწიეთ. საქართველოს ბანკი, რომელიც 9 მილიონს აძლევს აგრეთვე იმედს თურმე, ეს არის, ანუ ხალხი გამოვიდა და ფსონი გააკეთა ბანკებზე, მსხვილ ბიზნესზე და იმ სექტორზე, რომელიც მანქანაზე, არა ავტობუსის მძღოლზე. არა, მეშახტეზე, არა. და როგორ წარმოგიდგენია ოდესმე ამ პროცესში გამოვა საყოველთაო ბოიკოტი? ხო, ვერ გამოვა, იმიტომ რომ აბსოლუტურად არასწორ კლასზე აკეთებენ გათვლას, რომ მაგის გარდაც, ნახე ხა მე ამაში დაგეთანხმები, რა ყველაფერაც ილაპარაკე დაგეთანხმები და ერთ რამეს დავამატებ. რომ მაგის გარდა რომ არასწორი კლასია და ეხა თემურ ჭყონიამ თუ უნდა უთხრას მაკდონალდსის თანამშრომელს გაიფიცეო, ეგ არ არის გაფიცვა. მაგის გარდა ჩემი აზრით გაფიცვის იდეა თვითონ რაც არის, ეგრე არ უნდა დაიწყოს ამ ქვეყანაში თუ მოხდება, რავი, გაფიცვა იყო ჭიათურაშიაც მოხდა. მთელი ქალაქი რო გარეთ იდგა, მთელი ქალაქი, ჭიათურაში მაგდენი ადამიანი გარეთ არ უნახავს არავის. ეგ იყო გაფიცვა. ეგ იყო ბოიკოტი და სად გამოვიდა ეგ? სადაც მშრომელები განურჩევლად ყველაფრის არიან გაერთიანებული. იქ ქოციც იდგა, ნაციც იდგა, შუაშიც იდგა. ესიც იდგა და ესეც. ზურა მახარაძეს ეყო ტვინი რომ გავიდა და რაღაცა იმათ დაელაპარაკა. რაც არის ძალიან სევდიანი. ძალიან სევდიანი არის, რომ ეგ სივრცე მაგაცმა აიღო, მაგრამ ვის უნდა აიღო აქედან? იცი რას ვიტყვი კიდე? გაფიცვა ამ ეკონომიკურ და ჩაგვრელ ეკონომიკურ პირობებში მე პირდაპირ ვიტყვი, რომ სადაც რაღაც ანუ მართლა იმაზე მსჯელობთ 4 ლარი უნდა გადაუხადოს თუ 400 დასაქმებულს ვიღაცამ ხო და რამხელა რაღაცა სპარში ადამიანი უნდა აკუწონ დანით და იქ დაცვა უნდა იდგეს თუ არა ამაზე რომ მსჯელობ რა გაფიცვა უნდა გამოვიდეს მან მე მანქანე რო არ გაგხსენებია არასდროს არ გაგხსენებია მე მანქანე ახლა როდის გაგახსნა მართლა მეც არ გამხსენებია მე სხვაზე კი არ ვიცახი მეც არ გამხსენებია ვიღაცა ქუჩაში როგორც ყალიბას თქოს არ გამხსენებია ხა იმის გაფიცვაზე არ ლაპარაკობ მაგრამ არ გამხსენებია ავტობუსის მძღოლი დიდი ხანია არ გამხსენებია და ახლა გაიფიცე გთხოვმეთქი რომ ვეუბნები და მეც მithქვამს. ცოტა უხერხული არის ჩემგან, ჩემ თავზე ვილაპარაკებ, მეტზე არავისზე. თუმცა როგორც აქტი რო ადამიანები რაღაცა პერფორმანსი იყო ჩემთვის ეგ და რა ვიცი პერფორმანსად მშვენიერი იყო, რა პრობლემა არა მაქვს, მაგრამ გაფიცვა არ უნდა რქმეოდა ჩემი აზრით, რაღაცა კომპანიების ბოიკოტი შეგვიძლია რქმეოდა. საყოველთაოც არ უნდა რქმეოდა, იმიტომ რომ არ იყო უბრალოდ ფაქტობრივად არ იყო და უბრალოდ იმის სივრცე რომ ეს მართლა იქ შედგეს გაფიცვა შესაქმნელია ჯერ კიდევ. ბანკებო ჩვენ გვერდით დადექით რევოლუციაში უკვე ურთიერთი მოგიცხადეთ. და 500,000 ლარი მისცა იმედს ამ 6 თვეში საქართველოს ბანკმა მიყვარს. მე ვიღებ მე მგონი. რატომ არ იცვლება ხელისუფლება ძლიერია თუ უმრავლესობის არჩევანია? ამაზე ბევრი ვილაპარაკეთ პრინციპში. ორივეზე არა, უმრავლესობის არჩევანი არ არის, იმიტომ რომ რავი 52% რომ დაიწერეს არჩევნებში, სადაც რავი 70-ად რო დაიწერეს. უმრავლესობის არჩევანი რო ყოფილიყო, იმას დამატებული ის რაც იქნებოდა, 60% მაინც არის ოპოზიციური ამორჩევანი, უბრალოდ საკმარისი არ არის ეგ ჩემი არა. 55 ჰა. არ არის 60 ჩემი აზრით, ანუ 55 არც 55 ჩემი აზრით უმრავლესობა საქართველოში გარდა თბილისისა და თბილისშიც ისიც მარჯვენა სანაპიროს თუ ავიღებთ სხვაგან ყველგან რეგიონებში უმრავლესობა არის ოცნების ხარდამჭერი, იმიტომ რომ მაგრად მუშაობს მაგრათი მესიჯინგი. ხო, მე არ გეთანხმები ამაში. მე არ მგონია რომ ნახე უმრავლესობის არჩევანიაში მე არ მოვიაზრებ მას დაკარგავ სოციალურს დაკარგავდა, მას რა ქვია ბავშვს ამას წინათ გავიგე ჩემთან ახლოს. იქნება მოიაზრებ, ანუ იმიტომ რომ უყურე ამორალურია რომ ამბობდი ის ბანერები. ამორალურია, კი, მაგრამ ძალიან ეფექტურია, იმიტომ რომ ანუ ვერბალურად ლაპარაკობდნენ რომ ომი და მშვიდობა, მაგრამ როცა ხედავ გამოსახულებას დანგრეული შენობა ომით უკვე ომგამოვლით ქვეყანაში ეს მოქმედეს ინსტინქტის ტონები. მუშავა იმის ბრალია რომ აქ არაფერი არ იყო. იმიტომ რომ იგი იმდენად ის რომ რუსეთი დავასანქციონო და გამოვიდა ხაზარაზე ხო და არაეფექტური საარჩევნო კამპანია ქონდა ოპოზიციას და ეფექტური საარჩევნო კამპანია ქონდა ოცნებას და
შესაბამისად მოიგეს რა შეიძლება 400,000 ხმარო გაყავდა მაგის არ ვჯერა კი ბატონო სულ არის ხოლმე ეს დაშინება მოსყიდვა რაღაცეები ცუდიად არ უნდა ხდებოდეს მაგრამ ის რომ რაღაცა არსებითი უპირატესობა გაყალბებით მოიპოვა ოცნება მაგის არ ვჯერა მგონია რომ მაინც უმრავლესობაში არიან მე მგონია რომ 50% ქართული ოცნება ვერ გადაცდებოდა აი ხოდა 59 57 შენ რო გამოყვე ხა მაგდანს არ მგონია გულწრფელი რო ვიყო მაგრამ ეგრე მგონია გარანტირებული რომ ყოფილიყო ის აი მაგალითად მე დამკვირვებელი ვიყავი ძალიან უცებ ვიტყვი ის რომ ჟონავდა და მართლა ჩემი არჩევანიც დაინახა თელმა დედამიწამიქ და ყველასი დავინახე მე იქ რო ვიდექი. ხო, მაგრამ ჟონავდა 8%-ში თუ რა. ხო და დავანებდა მაგას სად მივდივარ უბრალოდ მას ვიტყვი რა. მივდივარ იქ რომ შიშის ფაქტორი რო უფრო ძლიერი იყო დანაკარგის შიშის ფაქტორი მათ შორის რომ იმას დავკარგავ ვიდრე იმის იმედი რომ მოიგებს ის მხარევისაც მე ხმას მივცემ და ეს არ იქნება ხელისუფლება. აქ შესაბამისად ამ შინაარსიდან გამომდინარე ვიტყვი რომ ძლიერი არის ოპოზიციასთან შედარებით. იმიტომ რომ მე არ ვეთანხმები რომ ტოპ ტვინები მართლა იმენა გენიოსია, ბიძინა თუ რაღაც არ ვფიქრობ ეგრე რომ გენიოსია, ძალიან ცხადია ის გათვლებები რაც აკეთებს, უბრალოდ აქეთ უფრო ცივი მდგომარეობა გვაქვს და უმრავლესობის არჩევანი არ არის. უმრავლესობის არჩევანი არ არის, უმრავლესობა არის სტატუს-კვოსკენ მიკერძოებული და სტატუს-კვო არის მათ შორის ის ყველაფერი რაც თქვით რა. ეგრე ვფიქრობ. ცნობილი სპორტსმენები და პოლიტიკა. ესე იგი, რამდენადაც ვიცი, არც შენ და არც მე დიდად სპორტის ფანები არ ვართ, მაგრამ ამ თუ სწორად მახსოვს, შენც ცოტა არაადეკვატურად მოგეჩვენა, რომ მიადგენ, რა ქვია, მერაბ დვალიშვილს, რომ აი რა სიტყვით პოლიტპატიმრებზე და რაღაც, ანუ ეს ფორმა, რომ ანუ სპორტსმენი უნდა გახდეს აქტივისტი და ყველა უნდა გახდეს აქტივისტი. გასაგებია, რომ რაღაცა ყველას კრიტიკა შეიძლება მათ შორის სპორტსმენის, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ აქტივისტის მიზანია, რომ ანუ არის ის ხალხი, ვინც შენკენაა, არის ის ხალხი, ვინც არ იქნება შენკენ და წინააღმდეგი აპრიორი და ეს შუაში ვინც არის. ხო, ანუ ეს შუაში ვინც არის, მაგ ხალხზე უნდა გახვიდე და მაგ ხალხზე ვერ გახვალ თუ სპორტსმენს ეზიზღები, იმიტომ რომ სპორტსმენებს აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი ამ ქვეყანაში განსაკუთრებით და რაც უფრო გამოჩნდება ესე რომ აი სპორტსმენები ქოცებისკენ არიან მით უფრო ვარისი პროტესტისთვის. იმიტომ არა რომ მე არ მაინტერესებს ხუჩა კვარაცხელია და არა და ძალიან გულშემატკივრებ როცა იქ თამაშობს ძალიან გულშემატკივრებ ჩემ ქვეყანას მე გულშემატკივრებ ყოველთვის. ეხლა შეიძლება გუშინწი რომ გამლახეს იქ რუსთაველზე ფეხბურთსყურება არ მოვითხოვო, იმიტომ რომ ცოტა არა ვარი მაგ მდგომარეობაში, მაგრამ ჩემს ქვეყანას და მის წარმატებას ყველგან გულშემატკივრობ. ჩემთვის არის რამდენიმე კატეგორიის სპორტსმენი. სპორტსმენი რომელიც პოლიტიკაში წავიდა და მგონია რომ ამაზე დიდი შეურაცხყოფა საკუთარ თავს სპორტსმენმა როგორ უნდა მიაყენოს არ ვიცი. რა ვიცი, გენო პეტრიაშვილმა როგორ შეიძლება იმაზე დიდი თავსლაფი დაასხა საკუთარ თავს ვიდრე იყო ქართული ოცნების პარლამენტში გარანტირებულ სკამში დაჯდომა. პოლიტიკაში წასვლაზე კი არ არის მაინდა-მაინც ლაპარაკი, მოპოვება რო არ გინდა ამის რა, შრომა რო აი სპორტსმენი თუ არ შრომა, ბაბა რას აკეთებ მართლა. ეგ არის მთელი იდეა რომ სადღაციდან წამოსულია ეს ბიჭი, ეს კაცი და იმას მიაღწია, რასაც მიაღწია. ტალახაძე ლაშა, კახა კალაძე, რა ვიცი, ახლა კახა კალაძე მგონია რომ ბევრი წელი სიბერეშივე დიდ პატივისცემაში და კოლორიტობაში იცხოვრებდა ის რომ ის შეურაცხყოფა რო არ მიეყენებინა თავისთვის რაც მიაყენა. მეორე კატეგორია არის პოლიტიკაში არ არის წასული, მაგრამ პოლიტიკურად მიკერძოებული ლაშა ბექაური. აქეთ მხარეს ვიტყოდი გიორგი ქოჩორაშვილი, ვიტყოდი ილია თოფურია, მიკერძოებულს იცი ას გულისხმობ, ცხადად ამბობს, სად დგას, მორჩა. მესამე კატეგორია არის ეს საქართველოს ევროკავშირის დროშა, ყველას თავისუფლება, გმობ ძალადობას ორივე მხრიდან. მე არ მჯერა, რომ ვინმეს დარცხვენით, გალახვით და გალანძღვით ჩვენ მხარდაჭერას მოვიპოვებთ და რომც მოვიპოვოთ, ეგეთი მხარდაჭერა არ გაგვაძლიერებს. დაშინებული ადამიანის დაქენსელებული ადამიანის მხარდაჭერა ჩვენ არ გაგვაძლიერებს და მეტიც. მე მინდა რომ როგორც ეხლა იძახიან რომ 9 აპრილს იქიდგნენ, ეხლა 17-ის რო არიან და 9 აპრილს იქიდგნენ, ანუ ეგეთი ხალხი, მე მინდა რომ ისეთი იყოს ეს პროცესი, რომ აი ამ ადამიანებმა სამწუხაროდ ამაზე მივხვდებით და გვეცოდება ყველას გვახსოვს ციფრული სამყარო არსებობს. ბევრმა თქვას რომ იქ იდგა. ეგ მინდა და არ მინდა რომ ეს იძულებით იყოს რა, არ მჭირდება, ეგ მე არ მჭირდება. ლაშა ბექაური, ან თუ გინდათ მერაბ დვალიშვილი, ჩემ გვერდით არ მაქვს ამის საჭიროება და ჩვენ ვაძლევთ ძალიან დიდ მნიშვნელობას. ჩემს ბრძოლას არ წყვეტს ეს როგორი კარგია თუ როგორი ცუდია. ჩვენ ვაძლევთ მაგ მნიშვნელობას და არასწორია. აა ბატონო. აჰა, 2-2. კარგად მივდივარ ზაზა.
ხო, ეს კაი თემაა. სიძულვილის ჯაჭვური რეაქცია, სადამდე შეიძლება იზრდებოდეს სიძულვილი საზოგადოებაში და სად მიგვიყვანს ეს. გუშინ დავწერე მე მგონი პოსტი ამაზე, რომ ყველაზე მეტად რისიც მეშინია არის რომ გაუბოროტდე. და სახე დავკარგო როგორც ადამიანმა, როგორც ქალმა, როგორც რა ვიცი, შვილმა, დამ და ასე შემდეგ. მე რაღაცებზე ძალიან მყარი წარმოდგენა მაქვს ჩემ თავზე და მე ვიცი რომ ბოროტი არ ვარ მართლა გულწრფელად და ვიცი რომ ყველაზე მეტად რამე თუ არის გამომფიტველი ჩემთვის არის რომ მეზისხება ვინმე. და ყველაზე მეტად რის განაც მინდა ახლა გავთავისუფლდე არის ვიღაცა მოსამართლის სიძულვილი მაგალითად ან ცრუმოწმის სიძულვილი ძალიან მაწუხებს და არ მინდა რომ უფრო დიდი რამეა პრობლემა ვიდრე ის ნინო გალუსტაშვილი აი რა ერთი ის არ იქნება სხვა იქნება რა მნიშვნელობა აქვს მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას რომ პოლარიზაციაზე ვლაპარაკობთ 2015-16 წლამდე თავისთავად ბუნებრივად მიდიოდა იმიტომ რომ ნაცები იყო რაღაცა კეთროვანი ხალხი ამ თით ამ საზოგადოებაში როგორც კი ნებრიობა შეწყვიტა, ამ ქართულ ოცნებამ დააჭირა და დღემდე მოატანინა, ოღონდ როგორ მოატანინა ხო ხედავთ, ხან კომისია უნდა შექმნას, ხან ეს უნდა გააკეთოს, ხან უნდა ამბოთხაროს მართლა ეს ადგაციდან, ხან მიშა უნდა ჩამოვიდეს, ხან რა უნდა მოხდეს და ხან რა უნდა მოხდეს, რომ ეს შეინარჩუნოს რა. ამიტომ სიძულვილის ჯაჭვური რეაქციის სათავეში აუცილებლად დავდებდი ქართული ოცნების ერთადერთ თანმიმდევრულობას და ეს არის პოლარიზაციის გახსნილება და შენარჩუნება. აქედან იწყება და მერე უკვე იმ ხალხს ვეზიზღებით, მე მინახავს ეგ ჩემი თვალით, გედედეს თანამშრომელს ვეზიზღები, ზაზა. და მე ამაში დარწმუნებული ვარ. ამაზე ნამუშევარია, რა ვიცი, ხა ვიღაცები ყვებიან, რომ გამუშავებენ მათ შორის იდეოლოგიურად და მე ეს სიზღი მიგრძნია და ვიცი რომ ვძულ ვარ და ჩემი მიზანი არის, რომ მე თუ მთლიანად არ ნაკლებად მძულდეს, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ჩვენ უნდა თანავიცხოვროთ ამ ქვეყანაში, როცა ეს დამთავრდება და ოჯახების დონეზეა ეს მისული და ეს არის საშიში. ამაშიც დაგეთანხმები, მეც მასე ვფიქრობ, რომ ანუ პატარა ქვეყანაში, სადაც სოციალური ბმები მნიშვნელოვანია, არ არის გრძელვადიანად ძალიან ცუდია, რომ აი ერთი პერიოდი დასაწყისში აქციებში იყო, რომ აი დედა ჩემი კოცი არის და რაღაც საჯაროდ ის ხდებოდა ამის საკირება არის, ამ ზიზღის საკირება არის ეგ და ეგ ჩემი აზრით უბრალოდ ადამიანური სისუსტეა მართლა რა და ამას ვერავის ვერ მოთხოვრო, რომ შენ ამაღლდი ამ ყველა სისუსტეზე. აი ამას რომ გადიხარ რაც ჩვენ გავიარეთ, შენ ეგ არ გაგივლია და არ ვიცი რამდენად იცი ეგ ამბავი, მაგრამ ამას რომ გადიხარ რაც ჩვენ გავიარეთ და მარტო ჩემი კლასელის ცემა რო დაჭირდა იმას რომ გოზურგეთში ვიღაცები განკოცებული იყვნენ და ვეღადავებოდი რომ რამდენი განკოცებულია შენს ანგარიშზე მეთქი მას შემდეგ რაც თვალბუდე ჩაგიტეხეს ამის ფონზე რომ არ აირეკლო ის სიზღი რაც მართლა არსებობს და ჩვენი რაღაცნაირი იდეური განადგურების სურვილი ძალიან რთულია ადამიან მართლა ძალიან მაღალი ქრისტიანობის ხარისხი ჭირდება მაგას რომ ეგ არ გააკეთო და მეორე ლოყა თუ რაღაც რა ამიტომ ეგ გასაგებია ჩემთვის და ამიტომ ამბობ რომ აქედან იწყება ეს ჯაჭვი და მე ძალიან ცუდ რამეებამდე მივყავართ მაგრამ მე მაქვს იმის რწმენა რომ ამ ძიმე მენტალური სივრციდან რაშიც ახლა აქეთ მხარეს ვართ ჩვენ გვაქვს იმის ძალა რომ გამოვიდეთ მართლა მაქვს ამის რწმენა და იმედი მაქვს რომ ეგრე იქნება Okay, ჩემი ჯერია ხაბარად არის. Facebook სტატუსი, როგორც დანაშაულის საფუძველი. ვიმსჯელოთ ამაზე გინდა? ხო, ანუ ამაზე არ მგონია განსხვავებული აზრი გქონდეს, სიგიჟე არის, შოულებრივი. და როგორც ამბობდი, კლასის არარსებობა, ესთეტიკის კრიზისი და გოიმობა. ხო, ძალიან ისეთი, ანუ არავინ რო არ ეთანხმება, გარდა იმისა, რომ ანუ აქციის მონაწილეებს არ მოსწავლენ, ალტინფოც არ ეთანხმება, არავინ არ. იმიტომ რომ გამახატვის თავისუფლება მართლა ეხა მართლა ყველაფერი რა თქინდა ის თქვი, მაგრამ ამ ქვეყანაში რამე თუ არის მართლა ყველასთვის ძალიან ღირებული, ახლა მე წინდი რელიგიური გრძნობა და ეგეც ქართული ოცნების პედალირებულია. მაგრამ გამახატვის თავისუფლება არის ძალიან ძვირფა, არასდროს არ მithქვია, რომ რა ვიცი, ვუგინები ვარ ვინმეს არამე დაუწ, არასდროს მithქვია, რომ ეს უნდა შეიზღუდოს, არც კი მიფიქრია, რომ ეს უნდა შეიზღუდოს სიგიჟე, იმიტომ რომ მაშინ მეც უნდა შემეზღუდოს და ბოდიში არ მინდა. ამიტომ მეც გადავდებდი მაგ თემას რა. ხელისუფლებაზე ზეწოლის დასაშვების საზღვრები, სად გადის? ჩვენ ხო, ანუ ჩემი აზრით რაც არ უნდა გააკეთოს რაღაც მეორე მხარემ და რაც არ უნდა გეზიზღებოდეს ნებისმიერ კონტექსტში არის რაღაც ზღვრები. მაგალითად, საჭმელში ჩაგიფურთხებ ვიღაცები რო აყვნენ მე მას არ ვაზოგადებ ყველაზე, ხო, ანუ არ შეიძლება ერთი იმიტომ რომ ხო ესთეტიკური პრობლემაა და საშინელებაა, მეორე იმიტომ რომ ანუ იმ კულტურას და ქვეყანას უნდა ითვალისწინებდე, ანუ სუფრა რო საკრალიზებულია, მაგნაირ ქვეყანაში საჭმელში ჩაგიფურთხებ და სუფრაზე მოგივარდები, ძალიან ისეთი სტიგმა არის, კუბოს დავწვალ. მე არ ვთანხმები მაგას რა პრობლემაა.
ანუ მშვენიერი პერფორმანსი იყო ჩემი აზრით და მაგ ქრისტეზე რომ მოიკლეს თავი და მართლა გელათი ჩამოინგრევა აწილამის მაგათ ფარისევლობაზე ძალიან კარგად ანუ ჩემთვის პერსონალურად როგორც არ ვიცი ათეისტისთვის არ არის აკრეხელობა არ არსებობს როგორც ასეთი მაგრამ მე ვიძახი რომ თუ აქტივიზმის შენ ათეისტი რა თქვი ცოტა დაგლახავენ ანუ ჩემთვის არ არის მართლა პრობლემა. მე ჩემი დასაცავი გახდები. გესმის რაშია საქმე? არ გესმის. ხო და ესე იგი ჩემთვის პერსონალური პრობლემა არ არის, მაგას არ ვამბობ რომ რაღაცა ეს არის არ შეიძლება, მაგრამ როცა საქმე მიდის აქტივიზმამდე, აქტივიზმის მიზანი არის ის რომ გადმოიბიროს ხალხი და ნუ არის 87% არის მართლმადიდებელი ქრისტიანი. არ არის ეგ მარტო მიზანი. მე ძალიან ხშირად ისეთ რაღაცა თქვი აქტივიზმზე, რაც პოლიტიკაში გეშლებათ კი არა რაღაცა პოლიტიკოსის რაღაცას რატო უნდა გადმოვიბირო? ჩემი აქტივიზმის მიზანი შეიძლება იყოს ის რომ ალტერნატიული დისკურსი შევქმნა. შეიძლება იყოს ის რომ რადიკალური გზებით გემოვნების საკითხია მართლა და ასევე მიდგომის სტრატეგიის ბევრი საკითხია, მაგრამ რადიკალური გზებით მივიქციო ყურადღება, შევქმნა პრობლემა, მილიონერი მიზანი შეიძლება ქონდეს აქტივიზმს და გადმობირება შეიძლება არ იყოს, ჩემი არის ხოლმე რა, მე მინდა ხოლმე სიმპათია იმ ანუ თუ ხელისუფლების შეცვლა გინდა რომ დააპირისპირო ხალხი იყოს ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ პროცესში გულისხმობ, ანუ თორე სხვა ტიპის აქტივიზმში შეიძლება კი ბატონო, მაგრამ როცა ეს პოლიტიკური აქტივიზმია ხელისუფლების ასე ვთქვათ წინააღმდეგ მიმართული, შეჭირდება რომ მოსახლეობის უმრავლესობა ნეგატიურად განეწყოს ხელისუფლების მიმართ და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და სენსიტიურია მაგნაირი რაღაცების მიმართ. ამიტომ აი მაგაზე ხა ვიტყოდი რომ საერთოდ არ დაკვირვებია იქ არავინ რაღაცა დებილობა კუბო რა იყო იქ იესოს მსგავსი კაცი ეხატა თუ არა, მაგრამ უცებ მანდ ვიტყვი რომ არ მახსოვს ვისი ის არის ეგ თეორია, შენ უფრო გემახსოვრება ფილოსოფოსი კაცი ხარ. ისა მოქალაქისა და სახელმწიფოს ურთიერთობა არის კონტრაქტი, რაღაც კონტრაქტს ვდებ, დემოკრატიულ სახელმწიფოში გულისხმობ. და როცა შენ არ ღვევ ამ კონტრაქტს, როგორც სახელმწიფო, ეს კონტრაქტი არის გაუქმებული ჩვენ შორის. ამიტომ სადამდე არის ზღვარი შენზე ზეწოლის, იქამდე არის ზღვარი სანამ ამ ზეწოლა შედეგი არ ექნება რა. მე ეგრე ვუყურებ, მე მგონია რომ აღარავით არის ზღვარი სახელმწიფოსა და ძალაუფლებას და მას მმართველ პარტიას და ძალას შორის და ჩემს შორის აღარ არსებობს, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ყველა კონტრაქტი დაარღვია, რაც ჩემთან როგორც ამ ქვეყნის მოქალაქესთან დადო, შენთანაც მათ შორის და რა ბევრთან. ხო და დაარღვია კონტრაქტი, მაგრამ კონტრაქტი შეთანხმება კონტრაქტი ძალიან ისე ჟღერს შეთანხმება. ხო, სოციალური კონტრაქტი, ზუსტად კონკრეტულად მაგ რაღაცაზე მინდა თქვა. ჰობსმა თქვა პირველად და ანუ მერე თქვა ლოკმა, რუსომ და ანუ მთელი ამ განმანათლებლობის ლიბერალიზმის თეორია სახელმწიფოს შესახებ იდეაში არის ეგ რომ ეს არის სოციალური კონტრაქტი. კი ბატონო. მაგრამ რა არის ჰობსის სოციალური კონტრაქტი? გამარებობდა რაში რომ სახელმწიფოს ჩვენ იმიტომ უთმობთ ამ თავისუფლებას, რომ ის უზრუნველყოფს ჩვენ დაცვას ძალადობრივი სიკვდილისგან. და ოცნება მაგ სოციალურ კონტრაქტზე აპელირებს რომ აი შვიდობა რო არის და რო არის ხოცებით ყველა. ხო. მაგიტო დამემორჩილეთ და დათმეთ თავისუფლება და ეგ მოქმედებს ხალხს ეს ზუსტად რო ყველაზე ფუნდამენტური რაც არის კონტრაქტში რომ არ მოკვდე. დაცავი სიკვდილისგან კი, მაგრამ ამ დროს ოღონდ სემს და ჩაკრავს სხვა მილიონი გზით და ერთ-ერთი აზრიც აქ არის ყოლაპარაკი და არც იქნება არც მახსოვს ეგეთი თუ არის რომელიმე თემა არის ეკონომიკური ძალადობა მართლა ძალადობა არის რაც აკეთებს ამ ქვეყანაში 5,000 ლარი უნდა გადაიხადოთ ყველა უბრალოდ სიგიჟია. ამ ზეწოლაზე ვიტყვი რომ ზღვარი არ არის ჩემთვის. ჩემთვის სადაც შეგიძლია რომ დააწვე და სადაც შეგიძლია რომ შეავიწრობო, შეაცეხო. საჭმელში ჩაფურთხება და ეგეთ რაღაცები არის. არა, მართლა გემოვნების საკითხი არის, მე არავის არ გამში, მართლა რომ მე არ ჩაუფურთხებ არავის საჭმელში გპირდები. იმიტომ რომ არ მომწონს და არ მინდა რომ ვქნა. ვიღაც თუ იზამს არ გავაკრიტიკებ ამის გამო, იმიტომ რომ მგონია რომ მათ შორის ის რომ რაღაცა მონაზეც მაგალითად თქვა ბევრს პრობლემა რომ მონა ეს რომ ეძახით გოიმობა და რავი მაგის გამო კანონები მიიღეს აგერ რომ მონა არ დაუძახოთ და სოციალური ცხოვრება ძალიან უჭირთ ამ ქვეყანაში და ეგ სწორი მგონია ეგ არის დაწოლა ზუსტად და ეგ არის ზეწოლა რაც აქ წერია და ყველა ეგეთი გზა და ფორმა ზეწოლის ანუ ზღვარი ჩემთვის რაღაცა საყოველთაო ზღვარი ასე ვიტყვი პიროვნული ზღვარი ბევრია ჩემთვის და ბევრი ამას არ გავაკეთებ მაგრამ საყოველთაო ზღვარი პროტესტის არ არსებობს ეს არის ჩემი აზრი. აი თუნდაც რომ ავიღოთ ეს შემთხვევა სანამ გადავალთ რომ ანუ ასაგებია რომ დაიჭირეს ეს სტუდენტები მარიამ ლაშზე ანუ რომ მივარდნენ მონამონად რაღაცა ხო ანუ
როცა მცირეწლოვანი, ანუ ბავშვების გარეუბა, თუნდაც თეატრულუკიანი სახში მივარდნასაც არ ვემხრობი, მაგალითად, იმიტომ რომ ანუ რაც არ უნდა იყოს, არ შეიძლება ბავშვების გარეუბა. იცი რა არის, მაგაში გეთანხმები, მაგრამ იცი რა ყველაზე ცუდი მან, უბრალოდ არ უნდა იმის გავსო მართლა მაგას, თორე რა ვიცი, ახლა 13 და 12 წლის ბავშვებს ურეკავდნენ და დედას აგინებდნენ ქართული ოცნება. ხო ვიცით ეს, აი დარეკვების ფაზა რო იყო, დედას აგინებდნენ შვილებს, 12, 11, 13 წლის ბავშვებს, იმის რა ქვია და ამაზე ამხელა რადიკალური პროტესტი არ გამიგია, რომ როგორ გაბედეთ ქართულ ოცნებამ. მე მქონდა მაგას რადიკალური პროტესტი პოსტი, მაგრამ ზოგადად ვამბობ რა, ვინც გაგიჟდა ქრისტეს დაწვაზე, ვინც მოიკლა თავი გელათზე, არ გამიგია ეს, რომ რას აკეთებ ქართულ ოცნებამ. იმაზე რა ქვია, ჩაფურთხებაზე რა თავი მოიკლა, შიმშილით რო ხოცავს ხალხს მართლა და ამ ქვეყანაში ბავშვების უდიდესი ნაწილი შიმშილობს, ამაზე არ გამიგია და ფარისელობა უბრალოდ გესმის რა მაწუხებს მე, ის კი არ მაწუხებს რომ ვიღაცებს კრიტიკა აქვს. ბიჭო, მოდი და უკეთესად გააკეთე. ანუ შენ გააკეთე რაღაცა, რაც ამას გააძლიერებს, შენ თუ ფიქრობ, რომ ეს სწორი მხარეა და ეგ არასწორი მხარეა. მან მე პრობლემა მაქვს, მე მგონია რომ ორი რამე არის თანამონაწილეობა ბოროტებაში. ერთი პირდაპირ თანამონაწილეობა, გულისხმობ კეთება რაღაცეების, ანუ ხელები რო იყო ბოროტების და მეორე არის ყურება. მე ეგრე ვხედავ ამას, როგორც ადამიანი, ახლა როგორც აქტივისტი არ გეუბნები. მე ეგრე მგონია, რომ მაყურებელი, აი ბაისთენდერი რასაც ქვია, არის მონაწილე ბოროტების და თუ ვინმე ამას ბოროტებად აკვალიფიცირებს, რაც ახლა ხდება და ამას აკეთებს, სამწუხაროა მათთვის. მე ასე ვიტყოდი, არც დავამუნათებ, არც განვსჯი, არ ვიტყვი რომ ეხლა რას გვანხართ თუ რაღაცა გაწყდით თუ რაღაც, არ ვიტყვი ამას. სამწუხაროა მათთვის და მე ზუსტად ვიცი რომ დადგება დრო, როცა შეიძლება საჯაროდ არ აღიარონ, მაგრამ შერცხობათ ამის. ავიღებ ბოლო ქართს და აი ძალიან კაი კითხვა და გაგრძელება ახლა ჩვენი თემის, ვინ არიან ისინი, ვინც სტუმს. მე ვიტყვი რამდენიმე კატეგორიას. პირველი კატეგორია არის გარყვნილები. და გარყვნილებში გეტყვის გულისხმობ, ვინც გამდიდრდა პირდაპირ, ახლა გომელაური, დაცვის უფროსი იყო თუ რაღაცა ბიზნესი და მილიონერი არის, კაცი წავიდა სახლში და ახლა გახარიას დააჯერნებს და ამით დამთავრდება მისი პოლიტიკური მოღვაწეობა. ვიღაცები, ანუ ლილუაშვილი, ვიღაცები რა, თუ ლილუაშვილი იყო დაცვის უფროსი, რა მახსოვს, რომელი რაღაცა მაგათგან იყო დაცვის უფროსი, მაგედან წამოთ. ვიღაცები გამდიდრდნენ, კაპიტალი დაიცვეს, ნინო წილოსანი. აი ხო ხდები რას ვამბობ, გარყვნილები არიან ეგენი, ვისაც კაპიტალი აქვს ვალად ხოცები, მაგრამ ეგენი არა შეიძლება ვიხოცი არ იყოს, ბიზნესმენი იყოს შეიძლება, ვიღაც ვინც ტენდერებს იგებს, საერთოდ არ ხოცობს ესე საჯაროდ რა, არ გიждდება, მაგრამ სადღაც ბათუმში ტენდერს იგებს ხო მაგალითად და ანუ ვინც აი მართლა ბოდიში ამას ვიტყვი, აი რაღაცა მრუშობაში უხდის ფულს ბიძინა და გარყვნილი არის რა, მართლა ეგრე ვხედავ. მეორე კატეგორია არის დამოკიდებულები. ანუ დაშანტაჟებულები. დევნილები, რომელსაც ბინით აშანტაჟებს, სოციალურ დაუცველები, რომელსაც სოციალური დახმარებით აშანტაჟებს. ამას წინათ გავიგე, რომ ერთ-ერთ სოფელში დაემუქრნენ ადამიანს, რომ ამ სოფლის სკოლაში თუ არ შეიყვან ბავშვს, სადაც ერთი მოსწავლეა. სოციალურ დახმარებას მოგიხსნიო. ანუ რას ნიშნავს? დაახურე დედააფეთქებული თუ არ მიდის. სხვა სოფლის სკოლაში უნდა შეყვანას, სადაც 15 ბავშვი იქნება. ხა და აი ეგ ხალხია მეორე. და მესამე არის გრილი ადამიანი, სტატუს-კვო ლოიალისტები, ოღონდ როცა დამოკიდებული არ არის, მაგრამ აი ცვლილება არ უნდა რა ხარისხის სტაბილურობაც ეს არის, ეს უნდა. ესენი არიან ვინც სტუმს. ხო, მე კატეგორიაც და ბოდიში უცებ ვიტყვი, რომ არამდუმარეებში მხოლოდ პროტესტში მონაწილეს არ გულისხმობ რა, ხა იქ რო დგას, რა ვიცი, არამდუმარე ხარ შენც. არ დუმხარ. ხო. ხდები რას ვიტყვი. ანუ ეგ კატეგორიები არის, რაც ჩამოთვალე. და ასევე არის უბრალოდ ხო ანუ ხალხი ვინც არის ჩართული თავის რუტინულ ცხოვრებაში ეგ არის ბოლო რაც და ვიცი მუშაობს ყოფითი ცხოვრებით არის დაკავებული და პოლიტიკა საქართველოში ანუ მეინსტრიმში არ იქნება ისე რომ აი ვიღაცების საქმე არის ეს ვიღაც ჩვენ ანუ დემოკრატიაში რაც არის რომ თანამონაწილეობის ასპექტი და მაგაზე ბევრია ნამუშევარი ესე ვიტყვი პოლიტიკურად არის ბევრი ნამუშევარი მაგაზე, რომ ჩვენ agency არ გქონდეს. ეგ არის ხო. ეგ არის ძირითადად გარდაუშვალოთ ოცნების ესე ვთქვათ, გულშემატკივრებისა და მხარდამჭერებისა, უბრალოდ ხალხი, ვინც ვერ იგივებს თავს, რომელიმე მხარესთან ვერ ხდება მისთვის რატომ ეს რელევანტური და უბრალოდ ცხოვრობს სტატუს-კვო, მაგალითად არ ვიცი, სოფელში ადამიანი ცხოვრობს. ძროხასულის რაღაცას აკეთებს. გაზი და გზა
გაყვანილი აქვს, გუბერნატორი ვინც აი კოცი იმას იცნობს და კაი ურთიერთობა აქვს და არ დადგება და ეხა ევროკავშირის გამო დედის გინებას არ დაუწყებს ვთქვათ იმას. კი ბატონო, ეგრე არის ნამდვილად. მე მგონი ვეთანხმებით ერთმანეთს ამ ამბავში არ არის პრობლემა. ეგ არის. მოლოდინი დაემთხვა საუბარს და მიზეზიც რატომაც ამ შემთხვევაში ვეროსთან მინდოდა კომუნიკაცია არის ის რომ არ მიეკუთვნება აქტივისტების იმ კატეგორიას რომელიც რაღაც წარმოსახვით რეალობაში ცხოვრობს და უფრო რაციონალურად აფასებს სიტუაციას. ზაზასთან ლაპარაკი საინტერესო ვიცოდი იქნებოდა, იმიტომ რომ რაღაცებზე აქ ნაფიქრი რა და აქ თავის პოზიციები და იმის სივრცე მქონდა წარმოდგენა რომ იყო რომ რაღაცისთვის მოესმინა და მეც მომესმინა და ეგ გამართლდა. არ მგონია რომ ძალიან აზრები შევაცვლილებდეთ ერთმანეთს, მაგრამ არც ის არ მგონია რომ ეს იყო მიზანი. რაღაც საკითხებზე შევთანხმდით, რაღაცებზე განსხვავებული აზრი გვაქვს, მაგრამ მთლიანობაში რა მოლოდინიც ჰქონდა რომ ამ აქციებში მთლიანობაში არის ანუ იმ ნაწილთან საუბარი ვინც რაციონალურად უყურებს და არ არის აფექტურ ისტერიულ რეჟიმში, უფრო შესაძლებელი იქნებოდა ბევრი გადაკვეთის წერტილის პოვნა. იმაზე მეტრამეში დავეთანხმეთ მე მგონი ერთმანეთს ვიდრე ველოდი და ჩემი აზრით პრობლემა მანდის არის რომ ზაზა არ წერს ხოლმე ეგეთ პოსტებს სადაც დავეთანხმებოდი. ანუ ყოველთვის ირჩევს ისეთ რამეებზე საჯაროდ ლაპარაკს, რეებიც იცის რომ არაპოპულარული და რადიკალური იქნება და აღმოჩნდა რომ ბევრ რაღაცაზე აქ ისეთი მოსაზრება როგორც მაქვს მეც. სიძულვილი და განსხვავებული პოზიციონირების ადამიანებს შორის რაღაც დაპირისპირება ეს მგონია რომ უნდა გადავიდეს რაღაც ეტაპზე დიალოგის რეჟიმში და რაღაც ფორმატი შეიქმნა, სადაც რო არ ეთანხმები ადამიანს, გამათობ რაღაც საერთოს პოულობ, რაღაცაში ვერ პოულობ, მაგრამ ეს ხდება იარლიყების გარეშე, რომ აი კოცი ხარ, ნაცი ხარ და ასე შემდეგ უბრალოდ ხდება გაცვლა მოსაზრებების და რაც მნიშვნელოვანი გონია ზოგადად.